მზად ვართ რომ დავიწყოთ დღევანდელი გადაცემა. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ დაქალთა მრჩებით. ეს არის ჩემი დაქალი თიკო. ეს არის ჩემი დაქალი ნინიკო და ეს არის კოკა-კოლა ალუბლეს გემოთი. ძალიან საინტერესო გადაცემა გელოდებათ წინ. კი, მე მომწონს შენთვის პუწი. ხო თქვი რომ სახლში დარჩა ჟელე და ვერ ჩამოისლიკა. და ხა ის ვენტურასავით აგმა ხო საყვარელია. მე ზიზღები. მაგრამ დღეს ვერაფერი გამიფუჭებს ხასიათს. ვერც მე. იმიტომ რომ სულ ახლა ხანს რამოდენიმე დღის წინ ძალიან მოულოდნელად, იმიტომ რომ მე ველოდებოდი რომ ეს მოხდებოდა 4-ში და 3-ში უკვე აქაც გამოვიდა Taylor Swift-ის ახალი ალბომი. Life of the Showgirl. და მე მაქვს Life of the Showgirl-ის ჭხილები. და მე მაქვს მწვანე ჭხილები, რომელიც არის ისეთი ღია არ არის როგორც ბრად ალბომის ფერი, მაგრამ მაინც მწვანე და ჩემი თვალებიც მწვანე არის, იმიტომ რომ Taylor Swift-მა თავისი კულტით და სექტანტებით, როგორც არის ასევე ნინიკო, ერთად დაუპირისპირდნენ ჩემს Charlie XCX და ამიტომ ეს არის შემართებით ვიწყებთ გადაცემას ახლა. ერთი წამი ვის დაუპირისპირდა ჯერ კიდე საკითხავი. არ გინდა მკითხო როგორ მომეწონა ალბომი საშინელება იყო. 4 სიმღერა ხო კაია ის პალეოლითი პოლალიტი Life of Ophelia. კარგი, მოკლედ, ალბომის პირველი 3 სიმღერა არის შედევრი. ამ ალბომისთვის საოცრად კარგი სიმღერებია. შესაბამისად, პირველ 3 სიმღერას რო უსმინე, ძალიან დიდი მოლოდინები მქონდა. Opalite შენ. Opalite არის ჩემი საყვარელი სიმღერა. მერე არის Elizabeth Taylor, რომელიც შვენი, ძალიან კაი სიმღერა და არის Life of Ophelia. არა, Fate of Ophelia. პირველი 3 ხო არის ეგ. და მერე არის skip. მართლა? ერთად რითი არ მოგეწონა. Taylor Swift-ის ფანისგან ვისმენთ ახლა ამას. მოკლედ, მე ძალიან დიდი მოლოდინები მქონდა სიმღერაზე, რომელსაც ჰქვია უფროსი ქალიშვილი. რადგან მე თვითონ ვარ უფროსი და უფროსი გოგო პირველი. და მეგონა რომ ძალიან relatable იქნება. დაგიფასდებოდა ყველა ხო. მაგრამ ეს არის ყველაზე ცუდი სიმღერა, რაც კი Taylor Swift დაუწერი, არა მარტო ამ ალბომში. შემთხვევით უმარილო ხომ არ იყო? უბრალოდ საშინელი ტექსტი აქვს და ძალიან მობძველებულ სლენგებს იყენებს და მაგაზე დასცინის ხალხი რომ Taylor Swift-ო მე მგონი მართლა ამბოლ დროს იძახის რომ რაღაც აღარ ვსკროლავ და რაღაცა და ისეთ სიტყვებს იყენებს რომ ხალხი იძახის რომ მართლა 2016 წლის მერე აღარ ვსკროლავ savage და bad bitch და რაღაცა. ოკეი. იმიტომ ხო არა რომ შემთხვევით რომ თემები შემოელია, იმიტომ რომ Taylor Swift ბედნიერია ხალხო. არ მომწონს ეგ ნარატივი არ მომწონს და ავხსნი ახავე რატომ. აი მითხარი მაშინ თუ არ შემოელია, მაშინ რითი ახსნი იმას რომ გადავიდა ხალხის ლანძღვაზე და ეგეთი ხალხი გამოყენებაზე. ჩემი ასეთ პრობლემა რაც ამ ალბომს ჰქონდა, იყო როგორი მარკეტინგი გააკეთა Taylor Swift-მა, რომ რასაც ლაპარაკობდა პოდკასტში თავის შეყვარებულის იყო ის რომ ეს არის შოუ გოგონას ცხოვრება ფარდებს მიღმა რა ხდება ერას ტური რომ თავდება და სახში რომ მივდიოდი მე რა ხდებოდა თუ ყველა გოგონა უფრო მრავალფეროვანი და თურმე ხდებოდა ის რომ ის შეყვარებულს აქვს ძალიან დიდი პენისი გეუბნები ან ბედნიერია და ვეღარ არის თემა მიეძღვნა ამას არ მაგას ვერ დავეთანხმები თელი სიმღერა ერთი ცალი ძალიან ბევრი სიმღერები ეძღვნება ტრევის, მაგრამ ერთ-ერთი არის იმაზე, რომ ისი დიდი ის აქვს, სასქესო ორგანო. და აგრეთვე Taylor Swift-მა მე ზოგადად არ მჯერა guilty pleasures, ანუ რაღაცა რო გრცხვენია, მაგრამ სიამოვნებას განიჭებს და მაინც უსმენ. ან მკითხულობ, ან უყურებ სერიალს და რაღაც. მე ყოველთვის მგონია, რომ თქვენ თუ რაღაცა მოგწონთ, ამაში სამარცხვინო არაფერი არ არის. გაიგეთ, ანუ მე თუ ვუყურებ მუზიკების ამორწყვის ვიდეოებს და მომწონს, ეს არის ჩემი უფლება. გაიგძლე. თუმცა ამ ალბომში Taylor Swift-მა მოახერხა ის, რომ არა. დაწერა ისეთ სიმღერა, რომელიც არის ჩემი პირველი guilty pleasure. რაც არის რომ არ მინდა რომ მომწონდეს, მაგრამ სიამოვნებს მოსმენა. და ეს ამ სიმღერას ქვია actually romantic, რომელიც ხება ამ ქალბატონის გურიცინისთან, ახლა მაგარ რაღაცას მოგიყვებათ. ესე იგი, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი? Taylor Swift უყვარდა ერთი ბიჭი, Matty Healy, რომელიც იყო 1974 ქვია ხო მის ბენდს თუ რაღაცა. ამ ბენდის ვოკალისტი. და Charlie XCX-მა რომელიც მე ვაფასებ მას.
უფრო შენ გამო შენ მომასწავლე პირველად ქუთაისში. არა, ნამდვილად მანამდე გეცოდინებოდა. რო ის გამოდიოდა, რა ქვია, ხადა? მაშინ მოვისმინე მე პირველად. ქუთაისში რო პირველად თიკო იყო ჰედლაინერი მაგ საღამოზე და მაშინ არავის არ გაუცინია. არავის არ გაუცინია მაგ საღამოზე. მაგრამ მონუმენტური იყო, იმიტომ რომ მე მოვისმინე ჩარლი XX და ჩარლის ამ შენ გინდა შენ მოყვე რა გააკეთა ჯერ ჩარლი? შენ მოყავი ჯერ რომელიც ეს allegedly-ია ხალხო, ამას ამბობენ. ანუ გონიათ Swift-ის ანუ Swift-ის ფანებს, რომ თურმე ჩარლი XX-მა დაწერა სიმღერა, Sympathy is a Knife, რომელიც ძალიან მიყვარს, ეგეც Brat ალბომიდან არის, წინა წლის ალბომიდან ძალიან კაი სიმღერაა, რა თქმა უნდა, კლუბური, საკაიფო. და იქ ამბობს, რომ I couldn't be her even if I tried. ჯერ ამ წინადადებას რომ, ესე იგი, რომც მდომოდა, მისნაირი ვერ ვიქნებოდი. ეს ამბობსო ქალიო ტეილორზეო და ქალი რომელიც სხვა სიმღერებში ამბობს რომ I'm so Julia ანუ ჩარლი XX რომლისთვისაც მოსაწონი ქალი არის ჯულია ფოქსი რატომღაც იტყოდა რომ მე როგორ შევედრები და როგორ იქნები ტეილორ სვიფტიო აქვე ვიტყვი ერთ ტეილორ სვიფტი არ არის ეგ სიმღერა ნახოთ იმიტომ რომ ელოდებიან ჩარლისგან პასუხს ჰინთი იყო რომ ჩარლი პასუხს გაცემს მაგრამ ერთს რაღაცას ვიტყვი ტეილორ სვიფტის ფანები არიან ძალიან რაღაც ოცნებებში ცხოვრობენ ეს ხალხი მაგრამ ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან თან ხალხო რაღაცნაირად ემთხვევა რომ უკეთილშობილესი ვინცაა არიან ამ ტეილორის ფანები და ვერ ვამბობ ვერაფერს ეს კოტე ვერ ვამბობ, მაგრამ ამ ხალხს ჯერა, რომ ეს Taylor Swift-ი მოკლედ სანამ თავის ამ კონცერტს ჩაატარებს ხოლმე 3 საათიან 15 ტანსაცმლის გამოცვლიანს, მანამდე ვინც გაუხსნის ხოლმე კონცერტს, იმათ თურმე ეს ქალი უკეთებს კარიერას. ანუ Justin Bieber, Paramore, Suki Waterhouse, Sofia Isela, ეგენი უხსნიან და ვითომ Charli XX-მა 2018-ში გახსნა, ამან გაუკეთა თურმე კარიერა. ეს დაიმახსოვრეთ ახლა გააგრძელებს. ამას ბოლომდე არ ვეთანხმები რომ Charli XX Taylor Swift-მა გაუკეთა კარიერა. ბოლომდე? როდესაც Delusional ისეთი ვარსკვლავებს უხსნი როგორც Taylor Swift. Justin Bieber-ი ქალო. კაი, მაცადე, თუ არ მაცდი, ვერ გავაკეთებ ჩემს არგუმენტს ვერ. ეგ მინდა ზუსტად. კაი. Charli XX-მა დაწერა სიმღერა Sympathy is a Knife, სადაც მღერის ვიღაც გოგოზე, რომელიც არის მასზე წარმატებული, რომელიც აგრეთვე ხვდება ვიღაცას მისი შეყვარებულის ბენდიდან და არ მინდაო რომ ჩემი შეყვარებულის ბენდის კულისებში იყოს და იმედია ეს და მისი შეყვარებული მალე დაშორდებიან ერთმანეთს. შემდეგ Taylor Swift-ს რამდენჯერაც Charli-ზე კითხეს, მან ყოველთვის ძალიან დადებითი განცხადებები გააკეთა და აგრეთვე ძალიან სასაცილოა ის ფაქტი, რომ მაშინ უკვე როცა დაანონსებული იყო ეს ალბომი და Taylor Swift-მა იცოდა, რომ Charli-ს DC იქნებოდა ამ ალბომზე და დაწერილი ქონდა ეს სიმღერა, ვიდეო არის Charli-ს პერფორმანსზე როგორც ეკავს, which is ანუ იცეკვებს, იმიტომ რომ კარგ მუსიკას აკეთებს Charli XX-ი Taylor-ისგან განსხვავებით. კაი. Actually კაი, თან როგორ პირადად იღებს, იცი? ანუ ჩემ ბიძაშვილზე მაინც ვერ მივიღებ რა. და actually romantic არის Taylor-ის პასუხი, რომ თურმე Charli XX-მა მას დაუძახა მოსაწყენი Barbie. და აგრეთვე ეხა ერთ რაღაცას მე რასაც მივიღებდი პირადად. მესმის ის რომ Charli სიმღერა არის ძირითადად ის რომ მისი შიშები და ეს არასრულფასონები შეგრძნება რომ აქ ამხელა პოპ ვარსკვლავებთან მიმართებაში. მაგაზია ეგ სიმღერა და იცი ეხა. ვერ შემიძლია. Taylor-მა გაუჩინა Charli XX ხო? და Taylor-ის სიმღერა არის ის რომ ანუ ძალიან საყვარელი ხარ რომ ჩემზე ამდენს ფიქრობ. შენო ხარო ანუ Brave on Cocaine ანუ რაზე დაცინახე და აი რომც იყოს Charli სიმღერა მაგაზე Charli რომც ამბობს რომ I couldn't be her even if I tried ამას გეუბნება და მიშინ დაგჭინებ იმიტომ რომ შენ Brave on Cocaine ხარ და მე ძახი Boring Barbies მეც იმას ავირჩევდი კაი მაგრამ ერთ რაღაცას Boring Barbie-ობას მე ჩემ პირადი გამოცდილებიდან უნდა ვთქვა რომ რაც არ უნდა კარგი ადამიანი იყო შენ თუ ჩემ ყოფილთან მიხვალ და ეტყვი რომ ძალიან კარგია რომ ნინიკო დაგოსთე ან თუ მეტყვი ეს რა თქმა უნდა ან თუ მეტყვი რომ გოსტინგი არ არის პრობლემა რაც არ უნდა კარგი ადამიანი იყო ჩემი გული შენსკენ ვერ მოტრიალდება ვერასდროს მე ამაში 100%-ად გეთანხმები Taylor-ის სიმღერაში არის ნათქვამი რომ ვიღაცამ შეიძლება არც ეს არ არის Charli-ზე მაგრამ ვიღაცამ ეს გააკეთა თუ კაია რომ დაგოსთეო? ეგ მაგარ წერობაა, მართალი ხარ. რა ჯერ ერთი ისიც რომ ამბობს, გოსტინგი ჩემთვის პრობლემა არ არის. მე მგონი ჩვენ სტუმარსაც რომელიღაც უთქვამს. როგორ არ არის ხალხო პრობლემა კი? ასეთ ქალს დაგოსთავე ხა? დაგოსთავ და შეხარ ნაგავი. ეხლა აქვე ვიტყვი რა. Taylor Swift-ს აქ ნათქვამი ეგეთი რაღაცა წინა წლებში ეტყობა რომ გამწარდა ის რომ ნუ ბრატ არის წლის ალბომი.
რა თქმა უნდა 2025 მაგრამ მაინც აჯობა იმან. 4 იმან ამან რომ გამოუშვა იმან გამოუშვა რაღაცა კიდე ცოტა შეცვლილი ვერსია რომ ეს კულტი ხო ყავს და სექტა და ის რა ქვია რომ ჩარლის ბრიტანეთში ჩარლის პირველი ადგილი არ ქონოდა ეგრევე გამოუშვა ჯერ სისწერვე ნახეთ ერთი წამი ანუ ბიზნესია და ცდილობდა ადამიანი ბიზნესია და ამ ალბომზე ამბობენ რომ თავიდან ბოლომდე მარკეტინგული გასვლა ნაგავიო ისო რა ქვია ალბომიო და მანამდე აქ ნათქვამი ნახეთ რა ვითომ ანგელოზი მის ამერიკანას რო არქმევ ჯერ რა თქმა უნდა ბაზარი გარეგულირებს თხემით ტერფამდე რა კარგად თქვი მაგრამ ტეილორს აქ ნათქვამი არასდროს არ დავწერ სიმღერას რომ I will go to the club მაგრამ დაწერა სიმღერა haters gonna hate ეს არის ჩემი კომენტარი მაგრამ ეხა მე რა მაწუხებს შორ შეგიჯამო haters gonna hate მაგრამ I will go to the club ანუ ჩარლიზა იყო შეიდი თან საკაი სიმღერა რომ შევაჯამოთ მე არ მინდა ეხლა აღმოჩნდეს იმიტომ რომ ჩარლიმო გააკეთო ჰინთი როგორ თქვა ცოტა ჩააგდო რაღაცაო ვიდეო დადო თუ რაღაცაო რომ ამას თითქოს პასუხს გაცემსო ესეც რა პასუხი უნდა გასცემ ერთმანეთს პასუხი მე არ მინდა რომ ჩვენზე აკეთებდნენ მოკლედ ეს ორი იყოს შეთანხმებული და აკეთებდნენ ფულს იმიტომ რომ ეს ხდება ხშირად მე მინდა ეგ და გეტყვი რატო ძალიან ხალებს შორის მეგობრობა არა პირიქით ჰიპ-ჰოპში მაგალითად ძალიან ცნობილი ფაქტია ეგ ხო რომ ორ არტისტ შორის ძირითადად ხდება ხოლმე დაპირისპირება და ეს ერთმანეთზე წერენ მუსიკას დრეიკი და კენდრიკს ხო შეადარეს თუნდაც ხო ჩემი აზრით ხშირად დრეიკი მან ტეილორია ან მარადაირად თუ არა კაი ხშირად ქალებს თითქოს არ გვაქვს იმის უფლება რომ გავბრაზდეთ და ერთმანეთზე ცუდი რაღაცები ვილაპარაკოთ რაც არა რეალისტური არის იმიტომ რომ ყველა ქალს ყველა სხვა ქალი არ მოსწონს და ეს არ არის მანდამაინც ფემინიზმის საფუძვლები რომ შენ რადგან ქალი ხარ სხვა ქალი აუცილებლად უნდა მოგწონდეს და მისი მეგობარი უნდა იყოს და გიყვარდეს და მხარს უჭერდა ყველანაირად რა და მაგას იძახის ჩარლიც და მაგას ამბობს ამ სიმღერაშიც რომ ეს უფრო კომპლექსური არის ჩვენი ურთიერთობები და თან ქალებს შორის დაპირისპირება ყოველთვის ხდება საზოგადოების მხრიდან და სხვების მხრიდან. და ჩემი აზრით თუ მე იმედი მაქვს არ ვიცი მართლა ეგრე არის თუ არა, მაგრამ ეს დაპირისპირება თუ მათი ორკესტრირებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ იღებენ სადავეებს და დგამენ შოუს და ეს არის მათი ნარატივი და არა საზოგადოების ნარატივი. ხო, მოწონს რომ თუ პამელამ და liamმა გაგვადებილეს, ჩვენ ძალიან გვეწყინა ეგ. და ბოლომდე არ ვიცი. მაგრამ არ მიყვარს რომ მიყენებენ კაცო და ქალებს შორის რა ვიცი მე ძალიან იმდენად დიდი ხანი ერთმანეთი გვაძულეს და ჩაგრეს რომ ჩემი აზრით ძალიან ადრეა იმისთვის რომ დაპირისპირება. მოდით ქალები შეუბეროთ დავწყოთ. ანუ რაც გააკეთა ჩარლი ექსექსმა და ლორდმა. ჩარლი ექსექსმა გარდა ტეილორ სვიფტისა ლორდზეც დაწერა სიმღერა. ხო, და მე ლორდმა მოისმინა ეს და მე რემიქსი გააკეთეს ერთად და რომელიც არის დღეს უსმენდი ახლა აქ წამოსვლამდე და არის ძალიან გულწრფელი და იმაზე საუბრობს რა შეიძლება ფიქრობდეს ანუ აი მე და შენ მეგობრობთ და მე მაქვს ჩემი შეხედულებები შენ რას ფიქრობ ჩემზე და ეს ახდენს გავლენას მიუხედავად იმისა რომ შენ შეიძლება შენი შფოთვები გქონდეს კიდე სხვა რაღაცებთან დაკავშირებით რა და ჩემი აზრით ეგ ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მეც ეხა ჩვენ როცა სტენდაპ ფილმს ვაკეთებდით რამხელა პატარა სცენა გქონდა დასაწყისში და ეხლა უკვე მოდებული ვართ ყველაფერს და თავიდან სტენდაპ ფილმზე ძირითადად ორი გოგო ვიყავით ქართულად ვინც დავიწყეთ კეთება და ეს იყო მე და ანა და ხალხი რომ მოდიოდა ხო იყო 10 წარმომადგენელი ანა სიხარულძეზე ალაპარაკი კი ბატონო მოვიკითხა გვიყვარს ძალიან აი 10 გამოსვალი იყო თქვათ ხო და ქალები ვიყავით მარტო მე და ანა და რომ თავდებოდა შოუ მოდიოდნენ და ან მე მეუბნებოდნენ ანას ეუბნებოდნენ რომ აი დღეს კარგი იყავი მაგრამ ანა გჯობდა ანუ განა ონისა, განა ირაკლი, ან სხვა რაღაც ვიღაცას კი არ მადარებდნენ, ანუ არა, მარტო მე და ანას გვადარებდნენ ერთმანეთს. და ესეთი მე რაღაც პერიოდი მეც მქონდა ის, რომ აი რაღაც იქნებ არ ვარ საკმარისად კარგი რაღაც. თუმცა მე ძალიან დიდხანს ვიფიქრე ჩემ თავთან იმას დაკავშირებით, რომ შენ გაქვს შენი იუმორის გზნობა, მე ჩემი, ჩვენ ძალიან განსხვავდებით ერთმანეთისგან და ეხლა აღარ ახალი გოგო რო ჭდება სტენდაპ თბილისის სცენაზე, ჩემთვის ეს არის გასახარებელი და არა ის რომ მაშინაც გასახარებელი იყო, ის გველი იყო, უბრალოდ ვინც მოვიდოდა და ჩაქსისინებდა თორე. ხო, მაგრამ ამ შესუგი ხარო და მე ვიცი, გინდოდა პირიქით, რომ გოგოები ყოს კაცებიო. ხო, მაგრამ რაღაც პერიოდში რაღაცა მომენტები მქონდა, რომ თავიდან თითქოს იყო ეს დაპირისპირება, მაგრამ მე შევძელი ის, რომ ჩემ თავში არ ღმილიყავი მაგაზე. ხვდები? და შესაბამისად ამათმა თუ ეგ მოახერხეს, რომ ეს ყველაფერი შენ და ანაც დალაგდებით. ისცენირებული არის. ჩემი აზრით ძალიან სახალისო იქნება რა. მე მინდა ეხა ამ ქალების იმაზე გამახსენდა რა, ჯანსაღ კონკურენციაზე. ჭკვიალა.
ჯანსაღ კონკურენციაზე ის ერთი ცალი ხო იცით რატო ვარსკვლავები აქ თან იმალბობს ანუ სექტანტობის დონე ერთი ფჭხილი მოწიალა ქართულ ნაწილში რო გადმოვიდეთ ახლა ხო ეხა შენ მომიყევი ქართული ქალების დაპირისპირებას დიდი მადლობა განმანათლი ამდენი არ ვიცოდი არ ვარ დაწუნებული რომ ჭირდებოდა მაგრამ მაინც დიდი მადლობა ეხლა რაც შეეხება ქართულ რეალობაში მე რა თქმა უნდა ეს ჩემი ინტერესით მოდის გამო და განსაკუთრებით დემნას გამო ჩემი სიყვარულია რომელმაც უკვე გუჩის გაყიდვებმა 53% დაიწია ამერიკის მაღაზიებში რაც ჩვენი გადაცემა დაიდო მაშინ კი ჩვენ ამერიკელებს გვიყურებენ გლობალზე ხალხო ხო და მოკლედ მილანის გლობალი რა არის ესე ყავია პლუს გლობალ წერია წინ და უყურებენ ამერიკაშიც ვაიმე ქართველებსაც ტომო მოვიკითხავ ამერიკელებს მეც მოვიკითხავ გაიხარეთ ხატი ვინ არის ხატი ხატია მაღლაკელიძე მოკლედ მილანის მოდის კვირეული იყო და გაგრძელდა პარიზის მოდის კვირეულით და ჩვენი ორი ასე ვთქვათ თვითმყოფადი ინფლუენსერი ქალბატონი რომელმაც შექმნა ორივე კოსმეტიკის და სახის მოვლის ხაზი ესე იგი თამოვა შალომიძე ერთი მხრივ რომელიც მილანის მოდის კვირეულზე გაემგზავრა და ნუკი კოშკელიშვილი პარიზისაზე აი ამათ განხილვებში იყო ქართველიერი იმიტომ რომ ორივე არის ძალიან წარმატებული და ძალიან მიხარია იმიტომ რომ თავისით მოახერხა ორივე მიმწვერვალზე ასვლა გინ გაყიდვებით ცნობადობით ორივე ინფლუენსერია და ორივე მიწვეული არის ხოლმე ამ რაღაცეებზე და უცებ შეგიჯამებ ეხლა რომ შენც ეხლა იცოდე იმიტომ რომ მე მთლად ჩასული ვარ ამეების ესკნელში მოკლედ თამოს შემთხვევაში ხშირად დადის ხოლმე კინოფესტივალებზე მიწვეული ვარო ჩემი ბრენდითო და როგორც ვიცით ასპონსორებს სხვადასხვა ტიპის fashion week-ებზე გამომიებსაც Versace-ზეც იყო მე მგონი და ასპონსორებს რას ნიშნავს იცი რომ ოფიციალურ პარტნიორებში ეს ორი გოგონა ვერ ვიპოვე რა მოკლედ მაგრამ თურმე არის კერძო ჩვენებები და რაღაცეები რასაც ასპონსორებს შენი იმითი მაგალითად შენი კოსმეტიკა შეგაქან სახიზმოვლის საშუალებები თანხასაც იხდი მიწვეულიც ხარ და იქ შენი გოგოები ჩაკყავს და ისინი უკვე ალამაზებენ მოდელებს ორივე შემთხვევაში იყო ეს და თამოს ფოტოები და ვიდეოები ჩვენ ნახეთ ვენეციის კინოფესტივალიდან კანის კინოფესტივალიდან კი, რამდენიმე ლუკი ეცვა, სხვა შორის დიზაინერების კაბები ძალიან კარგად გამოიყურება. ძალიან გვინდა ორივე სტუმრად დაკავთან რჩებიში. და ნუკის შემთხვევაში თან ვიცით, რომ თამო მაგალითად ინგლისური ისე კარგად არ იცის და იმის გამო რომ ბევრი მოწვევები აქვს უკვე და ფილმშიც გადაიღეს რაღაცას იტალიურში. დიდმა რეჟისორმაო, ჯერო კონფიდენციალურიო. არა და ისე არ ვიცი ნახე. ხო რაინაზე? არ ვიცი. ხო და ეპიზოდურში ვარ, თქვა, შეიძლება ის არც აბერე სალაპარაკო. მოკლედ დაიწყო ინგლისურის სწავლა და ძალიან ბევრს მუშაობს თავის თავზე. ნუკის შემთხვევაში, ნუკი ძალიან დიდი ხანია თან ამერიკაში ცხოვრობს, იქაური ქმარი ყავს. სხვანაირი ნიშა აირჩია პრომოუშენისთვისაც და ნახე რა ქნა ახლა. ნუკიც მიიწვიეს ეგრე, ანუ გთავაზობენ როცა გაკ კოსმეტიკის ბრენდი, რომ არ გინდა დაასპონსორო ჩვენი რომელიღაც ჩვენება, კერძო ჩვენება ან ასე შემდეგ და ჩამოხვიდე ამ შენი პროდუქციით და ესე წითელი ხალიჩაც გერგება, იქ გაშუქდება ყველაფერი და ნუ ამ სტარებსაც შეხვდები მოდელებს, დიზაინერებს ასე შემდეგ. თამომ დადო ეგრევე თავისი ვიდეოები ძალიან მაგარ კაბაში, სელფი ნაომი კემბელთან. ნუკის შემთხვევაში ნუკი ჩავიდა პარიზში და ესეც რაღაც თქვა რომ იმის მაგივრად რომ მე წითელ ხალიჩაზე ვთქვათ მოვიზომო სხვადასხვა ისე რა ჩემი ლუკებიო მირჩევნიაო რომ იმ კონსულტანტებს ვინც მუშაობენ ნუკი კოსმეტიქსშიო სხვადასხვა მოლებში შეხვდებიან აი სიტი მოლში მინახავს მე პროდუქცია მაგალითად რუსთავი მოლშიც რუსთავშიც არის ხო და ესე იგი ის გოგოც იქნებოდა ეს ყველა წახიკა ეს გოგოები იქ გამოპრანჭეს და ამ გოგოებს დაუთმო წითელი ხალიჩა მოკლედ და ასევე ჩაწერა ინგლისურ ენაზე რამდენიმე ვლოგი სადაც ის საუბრობს რომ Daily Show რო არის ამერიკაში იქ ამარაგებენ იქაურობას ამ ნუკი კოსმეტიქსით და ის გოგოები არიან Daily Show-ს წამყვანები ამით ანუ ორი სხვადასხვა მიდგომა არის და ამ ორი გოგოს მიყოლვისა მიმდევრები ძალიან გიშპობენ ერთმანეთთან და ამათ შორის თვითონ ნუკი და თამო ჩხუბობენ თუ ანუ ფანები ჩხუბობენ თავიდან იყო რომ ერთმანეთი გადაცემებშიც მიიწვიეს მაგრამ მერე უკვე ერთი კიდე სხვა ინფლუენსერის მიერ ესეთი ჩაგდებული იქნა შუღლი. მოკლედ მე ეს შუღლი გაღვივდა და ერთმანეთის საპირისპიროდ ჩაწერეს კომენტარები და რა იყო და ვიდეოები, რომ მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ეს არ უნდა გექნათ. მოკლედ რა, უნდა ვთქვათ, რომ ამათ ყავთ თავიანთი ფენდომები, ფანები და ამ ორ გოგოს ხელოვნურად დაპირისპირება მოხდა. ჩემი ის ხარ. გოგო რა ხსნად ორივესი.
მე ორივე მინდა ამ გადაცემაში და ეს არის ჩემი მთავარი мотивация. ორივე ძალიან მოგწონს. ხო და შენ რას ფიქრობ? აი ეს ნუ კი დემოკრატიზაციის გზას მიმართა, რომ აი ჩვენი კონსულტანტები, თამამ უფრო მე უნდა წარმოვადგენდე ამ ლუკებს, წითელ ხალიჩაზე, შევიძინო კონტაქტები, მაგრამ თან ორივე არის ძალიან საყვარელი და მეგობრული და ძალიან უშუალო თავის ხალხთან. ეს იყო ამ კვირის ნიუსი ქართული. ჩემი აზრით თამარი ჩარლექსექსი და ნუკი ტეილორ სვიფტი. რატო რა ხან ქერა ისა? ხო, და ის შევთვიანი. ხოლოდ მაგით შემიძლია. ფაქტი არის, რომ ძალიან მაგრა იყვნენ ერთმანეთთან და ცოტა მაგაზეც მაგას ვფიქრობ, რომ იქნება ეს არის ურთიერთ შეთანხმებული ვითომ ქიშპობა და ამ დროს ერთმანეთშიც მაგრა არიან და იზრდიან ინფლუენსერების ოდენობას, იმიტომ რომ როგორც ვიცი, აი ამ ქიშპობის დროს ორივეს მოემატა. შორის ეგ არის ძალიან პოპულარული მარკეტინგული ხრიკი, აი კოკა-კოლა და სხვა დანარჩენი, რომელიც არასდროს არ უნდა დალიოთ. მაგალითად ნაბეღლავ, იმიტომ რომ არ გვაფრინავს. ხო, კოკა-კოლას და ნაბეღლავს აქ დაპირისპირ. ხო, აი, თქვა კოკა-კოლას და სხვა კომპანიას აქვს ხოლმე რაღაც ეგეთი დაპირისპირებები, რომ თითქოს მარკეტინგული. ხო, ყალბად რა ჯერ ერთი დაიწყოს, მე მეორე უპასუხებს. აი, მაგდა ჯეოსასაც ჰქონდა სხვათა შორის. კი, მახსოვს. ჩემი აზრით, ნუკი არის ჯეოსელი და დაგვარის მაგდი. ყველგან რო იჭერს ის. მონიკა ბელუჩის წყალი გადასხმია ნიკოლ კიდმანს და ერთ დღესაც გაიხვიძა და უიო და გაშორდა კიტ ურბანს და თავის ცხოვრებაში მეორედ ისევ შეუძლია მაღალქუსლიანი ჩაიცვას. გილოცავ ნიკო. სამაგეროც ტეილორ სვიფტი დაინიშნა და კიდე სელენა გომეზი. სიფლად გათხოვთ. თუ დაინიშნა. მე მაინტერესებს ერთი რაღაც. რას ბევრმა ადამიანმა იკითხა. და რაც ჩემი აზრით ჩემნაირ მარტოხელა ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა რიტუალი ჩაატარეს ტეილორ სვიფტმა და სელენა გომეზმა, რომ ერთ წელიწადში, ანუ შარშან წინ 4 ის და ამერიკის დამოუკიდებლობის დღეზე ქონათ პარტი, როდის არის ეგ? 4th of July? July. მე 4 ივლისი. ამერიკის დამოუკიდებლობის დღეზე ქონათ პარტი. მაშინ მარტოხელები იყვნენ. და ეხა ორივე დანიშნული და მალე ისიც გათხოვდება და შენ ორივე ყავს ნანახი როგორ გამოიყურებიან თან. რამდენი ფული აქვს ალბათ ესეც იცი. და შენ რა გიყვარს რომ კაცი იპოვეს გოგო? და ეს კაცები შეხედული ყავს როგორები არიან? ახატრევისი ძალიან სიმპათიური არის და ის კაი ადამიანია. რაღაცა მობლაგდა. ადრე კაი ტიპი იყო და ეხლა გავს ფერმერს. სკოლის завхоз. მანდატური. მოალბო. ადრე ცოტა ისეთი იყო რაღაცა rough. მაგრამ სელენა გომესის და იმის ამბავში მაინტერესებს შენი აზრი. ესე იგი სელენა გომესი რო დაინიშნა ბენი ბლანკოზე. მაშინ ბენი ბლანკომ თქვა. ჯერტი ბენი ბლანკოს ორი ფაზა მინდა გითხრა. ბენი ბლანკოს რამე თუ დაემართება სელენა გომესი იქნება ბლანკოს ქვრივი. ვაუყო! ბენი ბლანკო, აუ ძალიან მაგარი პროდიუსერი იყო. ძალიან მაგარი პროდიუსერი, ჩემი იუდას ქალი. ბენი ბლანკოს ორი გამონათქვამი მახსოვს სელენაზე, ხალხო. წყვილი, რომელიც არის როლური მოდელი ბევრი სხვა წყვილისთვის, ვინც აპირებს დაქორწინებას. ბენი ბლანკომ თქვა, რომ ვიღვიძებო, ჩემი დღის მთავარი საფიქრალია, რომ როგორ გავხადო ეს დღე სელენასთვის უკეთესი. დადარწმუნებული ვარ, მასაც ეს ფიქრები აქვს. და მე ბენი ბლანკომ კიდე მეორეჯერ თქვა. მე აუ როგორ იყო ეს წაღან გითხარი ის ფრაზა? მიწას პატივს ცემ, სადაც სელენა დადის. მე თაყვანს ვცემ მიწას, რომელსაც სელენა ეხება სიარულისას. და ვფიქრობ, რომ ისიც ასე ფიქრობს ჩემზე. მერე წავიკითხე სელენა რას ფიქრობს ბენიზე და სელენა ფიქრობს ბენიზე, რომ წარმოუდგენელია ადამიანს ასე უყვარდე. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. ღმერთო ასეთი ტიპის სიყვარულმა არასდროს მიპოვოს. რატო არ მოგწონს? რატო ეს მიდგომა შენ მოგწონს, რომ ღმერთო როგორ ვუყვარ და იმას აშკარად უყვარს, აღმერთებს და ეს გოგო ამასაც უყვარს, ამან უთხრა პირველად მიყვარხარო. მაგრამ მეც ვეთყოდი ალბათ გასას რო ეთქვა რუსთავის მიწას კოცნიში რო ჩამოდიხარ ქალაქში. ამაში ჩემი აზრით პირიქით ეგ ძალიან დასაფასებელია და მე მიხარია რომ ესეთი მაგალითები არსებობს რომ კაცები ესე გამოხატავენ თავიანთ სიყვარულს თითქოს ანუ კაცის მიერ გამოხატულ სიყვარული ტეხავს თითქოს და რაღაცა ისეთი უნდა იყო რა უნდა დაგეტყოს ემოციები და რაღაცა ეგეთი რაღაცები და თან მინდა მე ეგეთი ტიპის სიყვარული გინდა სადაც შენ არ შეიძლება შენ ფიქრობ რომ ის არის საუკეთესო მეგობარი და ის კოცნის შენს ნაკვალებს კი. გასაგებია ყველაფერი.
იცოდეთ რა მხელა არის სტანდარტები. გაითვალისწინეთ ეს, არ მიწეროთ მხოლოდ ბინა. ნუ დაუძახებთ წახდილს. ისე წახდილი ხარ, ისე ძალიან მიხარია. ავთენტურობა ნინიკო, ეს არის თავარი. ხო და ამ შვენიერ ნოტაზე ახლა ჩვენ გვინდა, იმიტომ რომ უკვე ნელ-ნელა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადადის ეს და ეს ჩემი დაქალია თან და არ მინდა ეს ამბავი. ჩვენ გვინდა გადავიდეთ უკვე ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილზე. აუ, ერთი წამი. I cry my eyes violet. Elizabeth Taylor. სამაგარი. და აი ამ ნოტაზე გვინდა ჩვენი გადაცემის შემდეგი ნაწილი დაიწყოს, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება ადამიანებისთვის, ვინც არიან ფეხძმნად, ვინც არ არიან ორსულად, ვინც არიან ქალები, ვინც არიან კაცები, აგრეთვე იმიტომ რომ თუ გეყოლ-ცოლი ყავთ ან დაგყავთ ან გოგოშვილი ყავთ, თქვენთვისაც საინტერესო იქნება ჩემი აზრით. და თქვენს ყველა გამოგზავნილ კითხვას დაუსვამთ. ჭრა. ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ ჩვენ პირველ. უიმე ძალიან. არ ვიცი რა ხდება. იცი რა, ცოტა გაბრაზებულები ვართ ერთმანეთზე, მაგრამ არა მაინც მიყვარს, მაგრამ ხალხო კომენტარებში ველოდებით თქვენგან საპორტს. დაწერეთ ვისკენ ხართ და გამოგიგზავნეთ ისტორიები და კითხვები რა თქმა უნდა. კი ბატონო და ჩვენ ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს ახლა, იმიტომ რომ ბევრი რაღაც შეგვიძლია ვისწავლოთ მისგან. კი, დაგვიგროვდა ეს კითხვები. კი, და მე კონკრეტული შეკითხვები მაქვს, ჩემი. მეც და ჩვენს მაყურებლებსაც როგორც ჩანს, ბევრი სხვა. მე ნამდვილად ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს და ჩვენს მაყურებლებსაც, იმიტომ რომ როცა გამოვაცხადეთ რომ ის იქნება ჩვენი სტუმარი, ძალიან მრავალმხრივი ტიპის შეკითხვები მოვიდა და კაი ახლა აღარ დაგაყოვნებთ, აბა ვიწევთ ჩვენს საძინებელში. ეხლა ეს იმიტომ რომ ძალიან ლამაზად გამოიყურება. ძალიან ლამაზია ხო და გვინდა რომ თან მსვლიანი ლუკი ნახოთ. ჩვენი შემდეგი სტუმარი ეკა კვერკველია. ვაუ. ჩვენ გავაფრთხილეთ რომ ფერადი გეცვესო. ბარბის სისფრთხოვეთ და ვარდისფერი ჩავიცი. ბარბის კი არ გთხოვე, ბარბი თქო, მოგმართე. შემდეგზე იყავი ფერადი გეცოს. ბარბი. მე ვარ ბარბი. ვერ გაიგო, ვერ კომუნიკაცია ვერ შედგა. ბარბი, მაგრამ თან დოქტორი, მედიცინის დოქტორი ბარბი. მეცნიერები. ხარა ქალები გავაძლიეროთ რა შეუძლია იყოს ვარდისფერი და თან მეცნიერიც. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი არის მაგის აღნიშვნა. ეკა ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი და მაინტერესებს თუ შეგიძლია რომ მოკლედ უთხრა ჩვენს მაყურებელს შენი საქმიანობის შესახებ. შენ ხარ ექიმი, რეპროდუქტოლოგი, რომელიც გინეკოლოგიასაც მოიცავს. ფუჩუს ექიმი. მე მჭირდება ძალიან, ხო და მოდი გეპატიჟე. ავადარი ჩემი. არა, იყო, მაგრამ გამოჯავთად. აგრეთვე ხარ ინფლუენსერი, ანუ სოციალურ ქსელში ხარ ძალიან აქტიური და ნახებ, ბევრი გამომწერები ყავს და ჩვენს გვინდა რომ შენ მაგ გამომწერება მე ჩვენს გამოგვიწერე. გამოიწერეთ ჩემო გამომწერება, კაი გოგოები არიან ნამდვილად. როგორ გადაწყვეტე რომ ესეთ თემებზე საჯაროდ დაგეწყო ლაპარაკი? ანუ თქვენ როგორც მეც ჩვეულებრივი გოგო ვარ, ტეილორ სვიფტები, ბარბები და მეც ყოფილ ვარ გინეკოლოგთან და ჩემთვისაც უფრო მეტად ეს ინფლუენსერობა არის სოციალური აქტივიზმი, ოღონდ გინეკოლოგია, მედიცინის და გინეკოლოგიის კუთხით, იმიტომ რომ მე ჩემთვისაც ჩაუდგავთ უხეშად სარკე საშოში და გამოსულა რაღაცა ისეთ შეგრძნებით, თითქოს ჩემზე იძალადეს. ჩემთვისაც დაუცინია ექიმს გინეკოლოგ, ჩემთვისაც მეც მომქცევია რაღაც ბულინგით და დაუწყია ესეთ პირადი შეკითხვების დასმა და ჩემ პირად ცხოვრებას ჩარევა, როგორც არის, როდის თხოვდები, ბავშვოდის აჩენ, რაღაცა პარტნიორებზე ოღონდ არაეთიკურად შეკითხვები, ნუ არ გულისხმობ სხვა კუთხით. მე მგონი ყველასთვის საყვარელი, ჩემი საყვარელი კითხვა არის ლოგინი. ლოგინი, ქონიათ ლოგინი, ხო, ეგ ძალიან საყვარელი კითხვა არის. შუბლზონა დავიწერო ხა. მაგრამ ანუ სარკე შეიძლება რომ ზემძინავს. შეხედე ეგ სარკე შეიძლება არ აუხიშოთ ჩაიდგას ანუ. კი, ანუ გასწავლით, ესე იგი, წარმოედგინეთ ეს მიკროფონი არის ვაგინა. და ამ ვაგინას აქვს ირგვლივ კუნთები. როგორც შარდს ვიკავებთ, მეგობრებო, ან განავალს, ის შეგვიძლია საშოთი მოვუჭიროთ. იმ შემთხვევაში თუ გვეშინია რაღაცა შიგნით სანამ შევა, უნებლიეთ ვუჭერთ კუნთებს. შესაბამისად, რაღაცა რო შიგნით შედის ძალით, ჩაქუთხარე სარკე, წინააღმდეგობას უწევს ვაგინა, არ მოწევს ამ გინეკოლოგის სახე და რა თქმა უნდა, ეს ძალით ეჯოჯგურება რაღაცა და ბოლოს ჩადგავენ, მაგრამ ნუ გამოდიხარ რაღაცა ტრავმირებული და აღარ გინდა მისვლა. და ჩემსაც აღარ უნდა და მაგის ყველა ის გამო. ბიჭი ვისის სახეც არ მომწონებია. ვაგინა და რა მომხდარა მე.
ხან ვაგინის მითხრა ეგრე მუშაობს, იმიტომ რომ და ტრავმა მიიღე მაგალითად გინეკოლოგიურ გასასინჯ სარკეზე, ან პენისზე, ან ტამპონზე, ან ეკოსკოპიას და აღარ გინდა. მე მაგ ეგ პრობლემა რომ მე ტამპონის გამოყენება არ შემიძლია და ეხლა ხანს მომიწია პირველად. გიცდია? ეხლა აი ერთი კვირის წინ პირველად ვცადე და რაღაცა ვიდეოებს ვუყურე. აბა მოგვიყევი როგორც. იცი რა, როგორც ვიდეოები მეუბნებოდნენ, ჯერ ფიქრობდი რომ აპლიკატორით გამეკეთებინა, მაგრამ ძალიან დიდი იყო და ხა მე ვერ ვიყავ. რა იყო ეს ტამპონი? ხო, ანუ აი ზომას არ აქვს ხოლმე ყოველთვის მნიშვნელობა. მე რჩივნა რომ წვრილი და პატარა ყოფილიყო, მე პატარები უფრო მომწონს. ლუბრიკანტი ვერ დავამატე აპლიკატორს. ხო, აი საერთოდ ანუ თან მოკლედ არ მინდოდა რა მოკლედ ეს აპლიკატორი და თან მე მგონია რომ ცოტა ის მაქვს პრობლემა მაქვს პლასტიკზე. აკე, მიკროპლასტიკი აბინძურებს გარემოს. ხო და არა, ჩემს იმას არ მოსწონს. არ მოსწონს. ფლორას. რა დავარქვათ? ძალიან რთული პროცესი იყო, ნუ ვუყურე ვიდეოებს, რაც უნდა გამეკეთებინა. უბრალოდ აი ვიცი რომ იქ არსად არ დაიკარგება ეს, მაგრამ ის არა განიერ შევერდება. რო იმას შევსვა, მე რო ვეღარ გამოვიდეს. ანუ ყველაფერი არ სწორად გააკეთე, იმიტომ რომ ვიდეოებს უყურე ჯერ და ანუ შენ თავის შესწავლის ნაწილი სად არის? ჩემ ახლო ადამიანებმა და შორმა ადამიანებმაც იციან რომ მე მაქვს ვაგინების საშინელი შიში. ოკეი, შენი თუ სხვების. მარტო მაგიტოა სტრეითი. მარტო ლესბოსელი ვერ გამოვა შენგან კარგი ლესბოს. სხვის სიმღებლობის პრობლემა არ მაქვს. ჩემ თავს ვერ იმავშვები და კიდე რაღაცა სველი იყო, არ შემეწია და ზიზღიანი ხო, მე ზიზღება ვაგინა. ხო და აი საკუთარი ვაგინა არ გიყვარს ანუ. არა, ხო. არა უშავს. ჯერ მაგით აფასები. ანონიმური გავაკეთოთ. ხო და ბოლომდე ვერ შევყავი, ვერ კი არა და მე მგონი იმიტომ რომ რა იყო იცი ვიდეოებში რომ თუ კარგად ჩასვა, მე ვეღარ უნდა იგრძნო. კი, სწორია. ანუ სანამ ჩასვა ვიქამდე შენი ხო გეზიზღება შენი ვაგინა, მისი ლორწოვანება, მისი რაღაცა შეხება ზოგადად არ გიყვარს. ხო, მე სახელი ხო დაარქვი უკვე დღეს. ანუ უკვე სწორ გზაზე ხარ. ხო, ანუ ეგ იყო აი თქვათ ჩემნაირი ადამიანები ვისაც უნდა ანუ არ არის აუცილებლად გახდნენ. თქვათ ჩემნაირი ადამიანები ვისაც ეშინიათ თავისი სასქესო ორგანოsi, რა უნდა გააკეთონ? ანუ აი ფსიქოლოგთან უნდა მივიდნენ ამაზე თუ თავიდან შეუძლიათ დაიწყონ რაღაც. გეტყვი, ანუ სხვადასხვა მიზეზები არსებობს, რატო ანუ ძირითადად პენისს ეხა კაცი ხედავს და მიჩვეულია რომ აი ესე იქვეა და გდია და რაღაც ხან ძინავს, ხან ღვიძავს დილაობით მაგალითად და მაგიტომაც მიღებლობა აქვს. გაჩნია ვიცი. ხო, ზარმაც უკებიც არიან. ხო და გოგოების შემთხვევაში ან ჩვენ ჯერ ეხა ხო ის მეგრულად რომ თარგმნეთ, ის რა ქვია, ფუჩუ თარგმნეთ, გონი, ხო და მე როგორ არისო ვულვა და აღარ მახსოვს, მაგრამ კომენტარებში დაგიწერთ. მაგრამ ანუ ვერ ანუ ჩემ სტუდენტებსაც რო ვეკითხები, აი გარეთა სასქესო ორგანოს გარეთ რაც არის, ეგ არის ვულვა. ანუ სადაც კლიტორი, ანუ ხო, დიდი ბაგეები, მცირე ბაგეები და ასე შემდეგ. საშო არის შიდა სივრცე, ანუ ღრუ არის, ხო? მღვიმეა, ღრუ არის, ღრუ ორგანოა. და ხო, კაცებს სხვათა შორის მინდა უთხრა, რომ ვაგინალური ეკოსკოპიის თავით პროსტატის ეკოსკოპიაც კეთდება, ამიტომ უნდა გვიწყებთ დაცინვას, ჩვენც არ დაგცინით. ხო, შესაბამისად, მან ზოგადად გააჩნია რა პრობლემა გაქვს, ანუ ვერ იღზნები, ორგაზმს ვერ განიცდი, ანუ ძალიან ხშირი მითია რა ორგაზმს იმიტომ ვერ განიცდი, რო პარტნიორთან ვერ განიცდი, როცა შენ თვითონ განიცდი ორგაზმს, ანუ ხელით, ვიბრატორით, ანუ არ გაქვს ორგაზმის დარღვევა, ესე იგი. და თუ მაგალითად ეს მიუღებლობა მხოლოდ შეგვიძლია ფსიქოსექსოლოგებთან გაუშვათ და რა ვიცი, მეც რა ვაძრო ხოლმე რჩევებს, რომ აი, ჩემთან ვინც მოდის, ყველა სარკით ვათვალიერებინებ საკუთარ ვულვას და ზოგი იმდენ შოქშია, რომ თავიდან აი გინდათ, რომ დათვალიეროთ, ვეკითხებიან, თანხმობა ხო ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის და პაციენტის. არა. ანუ ზოგი ამს რომ არა, ანუ იმდენად, ანუ რატო, ფუ ეგ რა არის. ანუ ჩვენი ქალურობა, რეალურად ეს სამყარო საწყისი გვეზიზღება, ანუ წარმოიდგინეთ. მე რამდენ დროს უთმობს თან? კი, მე რეგია ხოლმე. ენა, თან არ შეხედვა გინეკოლოგისთან. პირდაპირ, ნაცხზე იმასთან ნომერი არ გაქვს. ხო, სექსი არქანია ადამიანს ეგრეთ წოდებული ქალიშვილს, რაც ვეძახით. ხო, მაგასაც ხო ჭირდება გასინჯვა, იქნებ ვულვაზე აქ ხალი, რომელიც არის კიბო, რომელსაც ჭირდება დერმატოლოგთან გადამისამართება. მარტივია.
მაგ დავიძახი რა დაათვალიერე თქო სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე და ფსიქოლოგიური მიზნებიდან დაათვალიერე შეისწავლეთ ეს პროცესი არ მოხდება დღეს და ხვალ მაგრამ თუ დაიწყებ ნელ-ნელა ჩამაყურებას ახლა დააპაუზეთ ეს გადაცემა iPhone-ის ფანარი დაჭირდებათ ერთი ან Google Pixel-ის ან Google Pixel-ის მაგრამ ორბანაკად ვართ მანდაც გაყოფილი ანუ ვისაც გვიყვარს ტამპონის გამოყენება ვინც უკვე დავამუღამეთ ვისაც არ უყვარს ახლა მან არ არის უკვე ის ფაქტორი შენ თუ გეზიზღება უბრალოდ და მაგიტო არ გინდა ეგ ცალკე თემა მას კარგი ესეთი რაღაც ხო არსებობს რომ ზოგიერთ ადამიანს აქვს ლატექსზე ალერგია კი მეც მგონია რომ აქვს ეგ ოკეი თუმცა იმიტომ რომ არ ვიცი, მაგრამ ტამპონში მე მგონი თალად ლატექსის ლატექსი არ არის წესით. ხო, მაგრამ ბოლოში ხო არის რაღაცის ძაფი აქვს ბოლოში. არა. აი რაღაც ცოტა რაღაც სხვა იყიდა. არა ძალიან დიდი იყო და ხფიქრობ. მეგობრებო დაწერეთ კომენტარებში რა იყიდა. JBL-ის ხმის გამაძლიერება. შენ დღეს ძალიან კარგ საქმეს აკეთებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ქალს ზოგადად ეშინია ტამპონის საშუალო თითი შეყოფის და ნუ შეიძლება სასაცილო ერთ შეხედვით, მაგრამ მადლობა დღეს რაც გააკეთე და გაუზიარე ქალებს და კაცებს. ამიტომ რომ ამ თემაზე საუბარი ძალიან რთულია. თვალებს თუ აიხვევ და თითებით შეგნით შეამოწმებ და შეისწავლი რაღაც შეგრძნებების დონეზე მიხვდები, როგორი ფორმა აქვს? ანუ სწორია? თუ რაღაც პირდაპირ და გორაკია და მე ქვემოთ ჩადის. გორაკია და მე ჩადის. ჩემ ყოფილს უნდა დაურეკო. გორაკი შეკვდა. ბოლომდე რო იყო წყნარად რა. ტამპონიც. ჭიქაც. ბოლო ისი ღამის და ორი ტოსი და ზუსტად ისი არ გამო არაფერი. ხო, არა, მე ისე არა, ანუ აი ჭიქა. ჭიქი ცოტა მეშინია. მივიდეთ მაგამდე, მივიდეთ. გამორიცხულია, გამორიცხულია. აღარ შემეს ეკონომია ბუნებაზე იზრუნოთ გერმანულმა ქარხნებმა. რა ეხა მე თუ ის ჭიქა არ გამოვიყენე, ეგ შვება, ეგ კარბონული მას, რა ქვია, ოზონის შენს. თან ისა ქვაბში უნდა ჩადაო და მოხარშეო და მე სუპი რო სუმაკ სამი ქვაბი. ანუ სუპის ფაფის ანუ სამი დათუნია ცხოვრობთ სახლში. მესამე იქნება მალე. ხო. შემდეგ წესი ყავი პირველად ტამპონი რა გამოიყენე. სტუდენტი ვიყავი, სადღაც მეორე მესამე კურსზე, ალბათ 20 წლის. ხა, თავიდან არასწორად მოვითავსე საშოში ეს ტამპონი და მტკიო და მთელი დღე დავდიოდი ამით და ის არ ვიცოდი რომ 2-3 საათში ერთხელ უნდა იცვალო თურმე და საღამოს რომ მოვედი, რაღაცა გამომიშრა მტკიო და საშინელება იყო, იმიტომ რომ აი ზუსტად საშოს ფორმა, ანუ სწორი არ არის თქვენ, ანუ იმას ვეძახი რომ დახრილი, ანუ უფრო ანუსისკენ მიდის ზურგისკენ, ანუ ჯერ შედიხარ სწორად, ძირითადად ეგრეა, თუმცა ყოველია პაციენტები, როცა ანომალური საშოს ფორმა აქვს და შესაბამისად ან პირდაპირ და უკან. ანუ შენ ანუ ჯერ თითით უნდა იცოდეს გზასად გადის, ხო? ანუ გვირაბში და მე უკვე ტამპონი თავიდან არასწორად გამოვიყენე რამდენჯერმე, იყო ძალიან მტკივნეულო და მეთქი აღარ მინდა ეს ტამპონი აღარ შემიძლია, მაგრამ ხო, მე ნელ-ნელა მივხვდი, არ დავნებდი. მეც მქონდა შიში შევარდებოდა, ამ ძაფით მე ვეღარ გამოვიღებდი, რაღაცა მომივიდა და რა თქმა უნდა ეს ძალიან ბუნებრივია და ტამპონის პირველად გამოყენებას ახლავს ძალიან ხშირად. ანუ მე ვიცოდი რომ ყველას ვაგინა და პენისი არის განსხვავებული და სხვადასხვა ფორმები აქვს ასე თუ ისე ანუ ხო მაგრამ იცი როდის აღმოაჩინე შარშანწი როცა ბრიტანეთში ვსწავლობდი ინგლისში აქვს ესეთი გადაცემა ქვია Naked Attraction და შოუ არის ესეთი რომ ერთი ადამიანი დგას და რამოდენიმე კარია და ეს კარი ნელ-ნელა ადის ზემოთ და ამ კარის უკან დგანან შიშველი ადამიანები. და შენ ჯერ ფეხებს ხედავ, მერე მუხლებს და ამის მიხედვით ირჩევ ადამიანებს და ერთს აგდებ რა. და ბოლოს ანუ სახეს ხედავ, ბოლო ორი რო არის დარჩენილი და მერე ირჩევ. და მერე ერთს რო აირჩევ, შენც უნდა გაშიშულდე და ის ადამიანი ან დათანხმდება შენთან დეიტს, ან პაემანს, ან არ დათანხმდება. ესეთი შოუა. საოცრება. და მე მაშინ დავინახე რამდენიერი მაგინა არსებობს. იყავი ამ შოუში ესწრებოდი თუ არა, კაცო, ვუყურებდი ტელევიზორში. ხო, ანუ არაფერი არაცვიათ საერთოდ. ეს ჩანს ფუჩუ ტელევიზორში. ყველაფერი ჩანს. ანუ კაცებმაც არიციან ხა, ანუ პენისის გარდა იქ იმდენი რამე, ან ჩუჩას, რო ჩუჩა ქვია გიციან, ნუ ის რომ მაგალითად ჩუჩავის ცარა აქვს, ინფექციები უფრო ნაკლებად ემართება კაცებში. ეხლა ამაზე გამახსენდა საკუთარი თავის შეცნობაზე, რომ ჩემი ერთი ცოტა შერეული ნათესავი, მაგრამ ისეთი მოხუცი, ძალიან ამაყობს რომ მეო ჩემ ხმარსო შიშველი არ უნახივარო. და მე რომ ის მაშულმა უთხრა რომ აბა როგორ ქენიო ის გამოჭრილი გქონდაო? ტრუსიკიო? და მე მან ცემაშვილი.
მაგარი ისტორია. უყურებს ხო? და თურმე ბევრი ხალხია ესე. ვინც გადააზიაროს. საერთოდ არ უნახავს მის ქმარს შიშველი. კი, ანუ შუა საუკუნეებში ხო ეგრე იყო ამდე. არ არის ეგეთი მოხოცი. ცოცხალია. თვითონ საკუთარი სხეული ჯერ თვითონ არა აქვს მიღებული და არ იცნობს და ეზიზღება და ეხა ნუ ქალების დამახასიათებელია ეს ჩვენი სხეულის მიუღებლობა რაღაცნაირად ჩვენ უფრო მეტად გამომდინარეობს. აი მსახიობები ლაპარაკობენ ბოლო დროს ან სელებრიტები უფრო ოსკაროსნები მათ შვილებზე რომ აი პირველად უთხარით აი გოგო თუ ყავთ თქვენ უთხარით რომ ლამაზია თქვენ იმიტომ რომ მარკეტინგი იმდენად ზოგადად ქალები რო რჩენილი ყავით საუკუნეების განმავლობაში, უნდა ყოფილიყავით მიმზიდველი. ან მოკლავდნენ, ან გაგვაუპატიურებდნენ და უნდა ეგ უეჭველი ალბათ. გაუპატიურება ვერ ვაჩვენდით, ეგ მინიმუმ ერთხელ. ნუ მინიმუმ ქმისგან. შესაბამისად ჩვენ ხა ძალიან გაგვიჭდა ეს მაგიტო არის, რომ ჩვენ ყველაფერი გვეუბნება სამყარო, რომ აი ესეთი უნდა ვიყო, რაღაც პილოტეს თუ არ ვიარე, აი ესეთი ტრანსმენ თუ არ მაცვენ, ყველაფერი ყარ ნახავს, როგორი ვიყოთ და მე რო ბავშვი ვარ და ვიზრდები და ქალი ვარ, ანუ მეც მქონდა რაღაცა თავი გადამპარსა სკოლაშთან და შევიდოდი და მთელი 10 წელი დამცინოდნენ, რომ მე ვიყავი ბიჭი. ანუ როცა ჩემ თავზე მოკლეთმა ძალიან მომწონს, ეხა თავს და სექსუალურად გზნობ როცა მოკლეთ მაგთმა ну გრძელიც მომწონს. აი მთელი 10 წელი სანამ ის ფოტო არ გამოვცვალეთ მე ეს პირველი კლასის ამ პირად საქმეში, ან სულ იყო ჩემ ბულინგი. უბრალოდ იმიტომ რომ პირველ კლასში მქონდა, მე ქუდით დავდიოდი სირცხვილისგან, მეორე კლასში წითელი ქუდი, წითელ ქუდას. დღემდე ფსიქოლოგთან მაგაზე ვმუშაობ, ან მე რო ქალური ვიყო, მაგის მწხვენია. და შიშიც მაქვს რა თქმა უნდა იმის რა ვიღაცა მოკლე კაბათ უმეცვია და აქ მარჯანიშვილზე გავული რაღაც ტრაგზე ხელს წამომარტყავს. ან ძართულია. მაგრამ ის ეხა რო ახსენე შუა საუკუნეები, მე ჩემ თავზე დავფიქრდი. და ეხა პოლიკისტოზი ბოლომდე ვერ დამიდგინეს, მაგრამ მულტიფოლიკულოზი გაქო და აი ვისაც კისტა აქვს და usqდება და შეიძლება თქვათ იქ დარზიანდეს ხოხტებისა და რაღაცა. ხო მოვკვდებოდი. აი რო მე 14 საუკუნეში. ხო ვეჭველი მოვკვდებოდია. სამჯერ მაგამსწარი კისტა. პოლიკულური? ზოგადად პოლიცისტური საკვერცხების ტიპის ეს დიაგნოზი. ავხსნათ რომ დაისვას, ანუ ჯერ სახელი არის არასწორი. და ეხა უკვე სექტემბერ-ოქტომბერში შეიცვლა მსოფლიოში ეგ სახელი, იმიტომ რომ კისტები ეგ არ არის. აბა, ნახეთ, ვიბადებით პოლიკულების მარაგით და ანუ სადღაც ციკლიდან ციკლამდე თვიდან თვემ და უნდა გაიზარდოს 2 სანტიმეტრამდე ერთი პოლიკული, ეს არის კვერცხი, ეგ სკდება და გადმოდის. თუ გადაიზარდა, მაგ შემთხვევაში ხდება ცისტა, ანუ კისტა ეგრეთ წოდებული და მერე ნუ იქ შეიძლება საკვერცხე შემოიგრიხოს, დაუკარგოს, ის ხლი რაღაცები მთელი ამბები და ეგ დიაგნოზი რო დაისვას, ანუ ჯერ ეგ დიაგნოზი ყველას გვაქვს ძალიან ინდივიდუალურად. აი მე ჩვენ სამში რო გქონდეს ახლა ყველას გვიქნება და სხვანაირი ფორმით. ან ამ დიდი სპექტრია რეალურად. ან შეიძლება უბრალოდ დიდი მარაგი გაქვს პოლიკულების, ანუ კვერცხუჯრედების. ეს მულტიფოლიკულოზის გამო. ძალიან ხარჯავ. ის ანუ ერთი მთელი რაღაცა მაგ ანტიმიულერი. მაღაზიაში ბარათი. მაღაზია რა იმენ. სწორად გააკეთა მაგ ლაბორატორია მეგანალიზი უნდა გადაამოწმოთ, იმიტომ რომ ორჯერ გავიკეთე და სხვადასხვა იყო ისე, მაგრამ ორი იყო მაქს. ან თუ 20-ზე მეტი პოლიკული გაქვს 1.5 არ გექნება პლუს ანტიმიულერი თუ არის რაღაც კონკრეტული მაჩვენებელი, აი 5, 7 და ზემოთ, ეგ უკვე დიაგნოსტიკური, ახალი დიაგნოსტიკური ნიშანია მაგ დიაგნოზის დასასრულს. აუ თქვი გთხოვ რა ანტიმიულერზე ხალხს აინტერესებს ხოლმე ეს მარაგის ამბავი რა არის? მარაგის არ განსაზღვრავს პირდაპირ, ანუ მაგას რაც ეკოსკოპიაზე ჩანს უკვე გაზრდილი პოლიკულები, ესენი გამოყოფენ ანტიმიულერს 35 წლამდე საერთოდ პირდაპირ არ განსაზღვრავს მარაგს. 35 წლიდან მეტნაკლებად კი, ეგ უფრო მაგას ვიყენებთ ხელოვნურ განყოფერებაში, წამლებს როგორ უპასუხებს პოლიკულები, როგორ გაიზრდებიან. უფრო მაგ ნაწილში. საქართველოში ხელოვნური განყოფერების ხშირი შემთხვევები არსებობს? კი, მაგაზე ვსაუბრობდი. სპეცია მაგის. ეხლა ძალიან აქტუალური არის უფრო ის, რა ქვია, დონორის სპერმით ქალები რა ორსულდებიან, იმიტომ რომ ანუ მიხვდნენ ქალები რა თუ შვილი უნდათ, არავის არ უნდა ელოდნონ და მშვენიერი დანიური. ეგ უთხარი, დანის სკანდინავიური სპერმა რატოა ბაზარზე? იტალიურობიც მელაპარაკება. იაპონურებიც არის ჩამოგიტანენ ცოტა უფრო ძვირია. იაპონური? კი. რა თუნდაც იაპონური? მე ვიცი რომ დანიური უნდათ. დანიური ძალიან უნდათ. კი, იტალიური. აგიხსენი გეხვეწები მაგი და ფასებში განსხვავება კიდე. ანუ ყველაზე იაფი სადავება. მქონდა უკვე ქართველი სპერმა. მე კაცო ხმარი მყავს, მაგრამ დანიური მაინტერესებს, ჩემ დაქალებს აინტერესებთ. არა, ჩემი ხმარი ქართველია, მაგრამ ჩემმა დაქალებმა ვინც ინსემინაცია გადაწყვეტეს ან ინვიტრო
პარტნიორის garaშე მოუნდათ ძალიან დანიური სპერმა და ზოგადად სკანდინავიურზე ბუმია მარკეტზეო და რო აგვიხსნა ეგა და ასევე გვითხარი რომელი ქვეყნაა ყველაზე იაფი. ზოგადად საქართველოში ძალიან ბევრი კაცი გვთავაზობს კლინიკებს რომ იქნებით სპერმის დონორია, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოვიყენოთ, არავის არ უნდა, იმიტომ რომ ნუ რისკი არის მე. ხო, პატარა ქვეყანაა. ხო, ჯობია რომ თქვათ ქართული გაგზავნო დანიაში და დანიური კი, ზუსტად. exchange პროგრამა. Erasmus Simen. Erasmus Plus. მოკლედ ვიტყვი რომ თუ ინსემინაციით გინდათ 20 მილიონიანი ესეთი ფლესკი უნდა იყიდოთ, იმიტომ რომ ინსემინაცია 20 მილიონი სპერმატოზოიდი გარეცხილი კი. მე ძალიან ბევრი სპერმა არის. Too much for შევდენი უფრო 7. red flag. ერთიც საკვეთის. ხა, ინვიტროსთვის რაღაცა 10-იც და უფრო ნაკლებიანიც საკმარისი, ანუ პაკეტებია რა. ინსემინაციისთვის მინიმუმ ანუ 10-20 მილიონი. 20 იქნება საუკეთესო. მაგას ყიდულობ ოდნავ უფრო ძვირა, სადღაც 2000-დან 2500, 3000, 3500 ლარის ფარგლებში. მე რყავს თავისი მონაცემების მიხედვით. რეგიონულები თუ უყვართ ქართველებს? რეგიონული კახეთი, დაღესტანი, ჩეჩნეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, აზერბაიჯანული არ უყვართ. ჩვენ გავაკეთოთ ახალი კომპანია დისტრიბუცია ქართველი ემიგრანტებისთვის, ანუ ცხოველებისთვის, აი კახური და რაღაც პროფილები გავაკეთოთ. აი სვანური ქუდით, პეტრე სპერმატოზოიდის ფოტო. ლონდონში რომ მივდივარ საცხოვრებლად და ადრე ხომ მიწას წავიღებდი ქართულს და შეიძლება ერთი კახური სპერმა გამატანო. კი, სოფელი არ მაქვს და გურიიდან ვარ და გურულს წავიღებ და რაღაცა იქ. ძალიან ბევრი სხვადასხვა გინეკოლოგთან ყოფილვარ და რაღაც პერიოდი დამჭირდა რომ აღმომეჩინა რამოდენიმე ადამიანი, ერთი რომელიც ძალიან დამეხმარა სამწუხაროდ მის სახელი და გვარი არ მახსოვს, მაგრამ ძალიან გაგიმართლა. ხო, გამიმართლა, იმიტომ რომ მირჩიეს რა ესე და პირველად როცა მივედი, ნუ რაღაცა პრობლემა მქონდა რა და აბქამა მითხრა, ამაში ვიყავი 25 წლის. ესე მე უნდა რომ კლიტორს არ შეეხო. რატო? გავგიჟდი კიდე მეთქი ანუ. და რა ვაღა გამოსავალი? რას ნიშნავს არ შევეხო? ხო შემოვაგდოთ ჩემი შეკერილი. ეს კი შევკერე და თან hot glue-განით. Whoops. აჰა, აბა გაიცანთ. აბა გვაჩვენე კლიტორი. ესეთი რაღაცები არ მაქვს. ეს რა ნაწილი არის? ეს უკანა ნაწილი წინ. კი, აი ესეა. შენიდან. და მე სახში რომ უნდა გავაკეთო ეს. კაი როა და საყვარლობა ეს ხდება. კაი, ვარდისფარი რა არის აბა? ვულვის რა ნაწილია? დიდი ბაგა? კი, შიდა ნაწილი არის თეთრი და ქვია მცირე ბაგა და ყველას გვაქვს განსხვავებული პოლნოებში რო არის ეგეთი ყველას არ გვაქვს მეგობრებო, დავიღალე. კი, უყურეთ naked attractions და ნახავთ რომ მადლობა. ყველა განსხვავება. ეს რა არის? ეგ არის კლიტორი. აი ამას არ უნდა შევეხო. აი რა შევილია. ან თუ ექიმი გვიყურებს, არ გაუბრაზდეთ. არა, ძალიან იცი რა, მაგას რო გეუბნებიან, შეიძლება უბრალოდ ვერ მიხვდა რა მჭირდა. ანუ კლიტორს რო შეეხო, პერიქლონ დაიბანო, აი ნახე, ჩუჩა აქვს ეს ფატა არის, რეალურად კლიტორის ქუდი დაახურა, რო იბანო და გადაწია. შენ ბავშვობა გაიხსნა. მან გამოდის სმეგმა და რაღაცაები ჭუჭყები გამოდის. ესეთი რაღაცა მაქვს მეც? შენ ანუ აი ამ მცირებაგების შეერთების ადგილას არის ნაკეცი, რომელიც ქმნის სახურავს. აი რაც კაცებს ჩუჩა აქვს, იგივე არის, აღარ ქუდაკი ქვია რა, ანუ. ქუდაკი ჩვენი სახელჯობია. რა ჩუჩა. ხა, ქუდაკი. ქუდაკი, შენ მოიფიქრე თუ მართლა ეგრე ქვია. მართლა ეგრე ქვია, ანუ clitoral hood რა, აი კაპიშონი ეგრე წოდებული ხუდია. ხუდაკი. აი შიგნით რა ხდება? შეგნით უკვე აღარ შემიკერია ეგ ნაწილი. ეგ უკვე სახში დავალებად გაქვს შენ რომ შეისწავლო შეგნით რა. რა შენიცი? შეგნით უკვე საშოს შესასვლელი არის და საშოში შევდივართ. ისინი არ აინტერესებს ამას ბავშვი ჯერნა. თორე მე ჯენიფერ ენისტონივით არის ნანო თორე, ხა? მე ყველაფერი კარგს გისურვებ. მაინც გაყინე რა იცი. ერთიანად რამდენს ყინავენ? მე როგორც ვიცი, ერთს არ ყინავენ. მთელი შეგიძლია აგრავო. ზოგადად ანუ გაყინო ერთ განსხვავდება იმით, რომ უბრალოდ ერთ ციკლში ხო სადღაც თითო საკვარცხლში იზრდება 5-10 საშუალოდ, ანუ ჯამში სადღაც 20 და ფოლიკული. ეს ერთი საუკეთესო პრინცესა ხო სკდება და ელოდება მილში სპერმას და დანარჩენი კვდება. და ჩვენ უბრალოდ დანარჩენსაც ვაცოცხლებთ და ყველას ერთად ვიღებთ და თუ სადღაც 20 მივიღეთ და კიდე მიამატო, ერთი 20 კიდე მიამატე და ეს ყველა ერთად გაყინა. ზომბი აპოკალიფსი ვაგე. მე ხშირად რასაც მეუბნებიან ხოლმე როცა ვაჟღერებ იმას რომ არ მინდა საკუთარი შვილები მყავდეს. თუ არ მეყოლება შვილი, უფრო დიდი რისკია რომ კიბო დამემართოს. აუ.
რისი კიბო? კედის. ძუძუს კიბოს თუ არის ხა ცნობიერებს ამაღლების და თქვენ ვარდისფერი მანეკენი გაქვთ და მადლობა ამისთვის ვარდისფერი ფერი ზოგადად ძუძუს კიბოს ასე თქვა ცნობიერებს ამაღლების ფერია მაგის რისკებს ძალიან ბევრი რაღაც ზრდის და არსაუს სამი კატეგორია რისკების მიხედვით ძუძუს კიბოს რისკებში ვართ თუ არ ვართ თუ მენსტრუაცია დაიწყო ადრე აი მაგალითად შავკანიან ქალებში უფრო ადრე იწყება ხოლმე 8-9 წლის ასაკში, ანუ ესტროგენი ზოგადად როგორ რაღაცა იცით, საკვერცხებში ფოლიკულები რო იზრდება. ისინი გამოყოფენ ესტროგენს, რაც კვებავს ენდომეტრიუმს და ენდომეტრიუმი არის ნიადაგი, რო ბავშვი მიემაგროს, აი შენ შემთხვევაში როგორც მოხდა და თუ არ მოხდება ურსულობა, ეს ენდომეტრიუმი გარეთ გამოდის, საკვებიც აღარა აქვს, ანუ ეს ჰორმონების სახით. ეს ესტროგენი და პროგესტერონი, ანუ რისკი ძუძუს ოვულაციის შემდეგ ძუძუსაც უკვე შიგნით ქსოვილებს ზრდიან, რა ნელ-ნელა თუ ორსულობა დადგება, მაგიტო არა ზოგს ძუძუ ტკივა PMS-ის დროს, აი მასტალგია ხა. თუ ორსულობა დადგება, იქ სადინრები გაიხსნას, გაიზარდოს ეს ძუძუ და მოემზადოს ძუძუთი ყვება. მაგრამ რაც უფრო ადრე დაიწყება მენსტრუაცია, ანუ უფრო დიდხანს იქნება ესტროგენის მოქმედების ქვეშ, რაც უფრო ანუ გაქვს თუ არა გენეტიკური მუტაცია, მაგალითად ძუძუს კიბოს რაც იწვევს რისკი უფრო მაღალი გაქვს, ანუ კალკულატორები არსებობს და მოდი უბრალოდ ეს კალკულატორი გამოგიგზავნე, აიღე შეავსე და შენთვის ნახე, ანუ როგორ რისკში ხარ და მამ და უბრალოდ ეკოსკოპიაზე მიდი ხოლმე, ოღონდ ოვულაციამდე ისა მენსტრუაცია დაიწყება პირველი 2 კვირის განმავლობაში და წელიწადში ერთხელ გადაიღე. ძალიან კომპლექსური საკითხია, ამიტომ შენ თუ უბრალოდ შვილი არ გინდა ამ ეტაპზე ან ორსულობა, აი ზოგს ორსულობის ეშინია მაგალითად და ხო პირიქით, ან შვილი უნდა, მაგრამ ორსულობის ეშინია. მე მაგალითად ძალიან მეშინია ორსულობის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რისკია, ანუ ქალი მადლობა შენ რომ ორს დაორსულდე. ექიმი ამბობს ამას, რომ რაღაც საშიში მიქნია. საკუთარ სიცოცხლეს წირავს და პირველ 12 კვირა თან მან მამის გენები იბრძვია, რომ აი გადაგვარჩინე, შეგვინახე, იმიტომ რომ შენ თელი შენი ორგანიზმის რისკების დადება მოგიწევს, შენი ტვინი დაპატარავდება, მე კიდე 2 წელი, ანუ 2 წელი უნდა იყო აღდგენის პროცესებში და პირველი 12 კვირა იბრძვის მამის გენები რა დაარწმუნოს ქალის დედის გენეტიკა რომ არ მიმიღო და ჩემი პასუხობს არა ნადირაშვილის გენი ეკნება კი და ასეთ თემებზე ლაპარაკობს ეს გოგო თან უკვე რამდენი წელია ეკა სადღაც უკვე 3 წელია მანამდე ლაპარაკობდი რეალურად უბრალოდ პოსტებით და ეგეთი არაპოპულარული ფორმატით არ პოპულარული ეძახი და ლექციებს ვატარებდი ბანაკებში კიდე მოზარდობისთვის სქესობრივი განათლების სულ ხო და გვითხარი ახლა როგორ მიიღო საზოგადოებამ ეს შენი აი ამ თემებზე ლაპარაკები განსაკუთრებით დასაწყისში იმიტომ რომ ძალიან სუდი ამბები გავიგე მაგას ძალიან დამთრგუნველი რატოა დამთრგუნველი ჩივილი მოგიწია კი ხო რა საზოგადოება მიიღო რა მე რაღაც პორნოგრაფიას ის ვიყავი ტიკტოკერი და საუბრობდი ან ზირთად ეგ იყო რა თან ხოიც ქალი თუ ხარ თან მაკიაჟსაც თუ არ იკეთებ უფრო ნაკლებ ფულს აკეთებ სტატისტიკურად იმიტომ რომ მაკიაჟით მიღებული ხარ ქალური ხმით თუ არ საუბრობ და მე არ მაქვს ხა ტიპიური ქალური ხმა ნაუ პაიმანზე მაქვს ხოლმე როგორ მიწილე ხამერთან ხომ ცხენია ქალურობის და ეხა ხანდახან ვცდილობ დავიბოხო, იმიტომ რომ უფრო ძლიერი გამოჩნდა. თან პირველი შვილები ხო იცით როგორები ვართ, ანუ უფრო დამოუკიდებლები. თავიდან მიიღო საშილა. პირველი ვიდეო მართლა იმაზე იყო რა, როგორ დავიბანოთ ვულვა, საშარო უნდა დავიბანოთ შავი საპონი. სხვათა შორის ჩემი მეგობრის ბებია ხარკოვიდან ჩამოტანილი ნამდვილი მე ფოტოს გაჩვენებთ შავი სარეცხი საპონი გვაჩვენა. და მაგით არ ვიცი როგორ იბანდნენ საშნელი სუნი აქვს აშრობს ალბათ ძალიან აშრობს იმიტომ რომ ჯერმჟავიანობა აქვს 9 იქ არის 3-ნახევრი 4-ნახევრამდე რამხელა სხვაობა არის შიგნით დაბანები გამორეცხებიან რამ ყველაფერს მაფიას დაუპირისპირდი და რა თქმა უნდა საზოგადოების მიიღო რა შენ ზოგადად ჩვენთან ხო არ უყვართ რომ ვინმე რამეს ასწავლის და ქალი ხარ ოჯახი არ ყავს წადი შენ კაბინეტ ჩაიკეტა იქ ისაუბრე და ნუ აი იმ შეურაცხყოფები მუქარები ვიცი მასტურბაციის ვიდეოების გამოგზავნე და რა არის ყო რა დღემდე გრძელდება სასიკვდილო ისიც იყო მუქარები კი სასიკვდილო მუქარებიც და ვიღაცა რაღაც ფაფახიანი ტიპი მემუქრებოდა მაგის მერე მეშინოდა სხვა შორის თებში ასვლა კი როცა ძალიან რეალურად მიყვარს მთა შემა კოლეგებმა როგორ მიიღეს ეს თქვათ სხვა ექიმებმა მაგაშიც ის იყო რა ანუ ზოგადად საბჭოთა კავშირის ექიმი უნდა იყოს როგორი ეხა უყურეთ და ამოიცნოთ ბევრ ექიმს ანუ თმები გადაწეული ეს გადასლიკინებული უკან შეკრული ანუ აწეული აუცილებლად გაშლილი არ გაქვს შარველი თუ გაცვიან კაბა გვერდზე უნდა იყოს ხაზი დატოვებული გაუთოვებისას ხალათი გაცვია გაქათქათებული გაკრახმალებული ეგრეთ წოდებული ანუ იქ ცევი და საუბრობს
ვცდილობ სულ ტერმინოლოგიით და არ საუბრობ ანუ ჭყალებში ადამიანისთვის გასაგებ ფენაზე და ხარ ყოველწლიურად მკაცრი, გაღიზიანებული, გაბრაზებული იმიჯი. თვითონ ექიმებსაც ამის შეერა და თვლიან რომ თუ შენ მე აგიხსნი რაღაცას მარტივ ენაზე, შენ ჩათვლი საზოგადოება რომ მე არა აკადემიური ვარ, ცუდი ექიმი ვარ, სულელი ვარ. ანუ მაგის კომპლექსი იყო და ეს რომ დავიწყეთ, ანუ კოლეგების მხრიდან სულ იყო რომ აი კაი არ გინდა ხო ხედავ გლანძღავენ და ვიღაცა მითხრეს რომ ღირსიც ვიყავი, რაც დავიმსახურე. თუმცა ხო ჭორები იყო რომ აი ნახეთ რას გავს და ეგ ექიმი არ არის და როგორ გახდება რაღაცა აკადემიური თვითონ მათ იმ მხრიდანაც აგრესია იყო და ჩემი კურსელების მხრიდანაც ან პატარების მხრიდანაც ანუ არ ვამბობ რომ მარტო მოზრდილები თუმცა ბევრი ექიმი იყო ვინც პირიქით რომ აი რა კარგია რომ მაგ დროს ანუ სოფლიოში ის ხდებოდა რომ ყველა რაღაცა ექიმი სულ ინსტაგრამზე იყო გამოჩენებული და რაღაცა ნუ იყვნენ სხვა ექიმები ჩვენ კოვიდის შემდეგ მოხდა შენ კოვიდის შემდეგ მოხდა უფრო აქტიურად და მანამდე აი ყოველი წელი ისე მთავრდებოდა რომ აი გადავდე, იმიტომ რომ სულ მეშინოდა საზოგადოების რეაქციის. ან ძირითადად ხო მაგ მხრივ როგორ გაიგებდნენ, რაღაცა მეც გამოცდილებას ვაგროვებდი როგორც ექიმი და ნუ საბოლოო ჯამში მე ჩემ კურსელებმა და დიდებმაც დაიწყეს ვიდეოების ჩაწერა. ერთი წელი დაჭირდა რომ ეს რაღაც რევოლუცია ჩემს მიმართულებაში გაგვევლო. დღეს ვიღებ რავი მადლობის წერილებს ვიღებ ვინც მაგინებდა პირდაპირ მათგან რომ აი მადლობა ჩემ შეყვარებულთან ვიღაცა ბიჭი მწერს რომ გამომადგა თქვენი რჩევები და ეხა ბედნიერები ვართ ან რაღაცა ოჯახი არ დაგვენგრა და მახსოვს რომ დედაჩამი არის ძალიან რელიგიური და ეკლესიაშიც ხო არის ეგ ტაბუც რომ აი რელიგიასთან ანუ მისი მრევლი არის ჩემი ფოლოვერები და დედაჩამს უხდიდან მადლობას რომ აი ოჯახი არ დაგვენგრა იმიტომ რომ თქვენმა შუღმა გვასწავლა როგორ განვიცადოთ ორგაზმი და მე არაფერი არ მისწავლე ხა ერთი წელი დაჭირდათ გეგონება იქიდან ეხა ეს ექები ეხა მათ გორაკი შეგხვდება კი ან ზერითადად კაცები იყვნენ ვინც ელოდნენ რომ აი მე რაღაცა ყველას ფალოსი მინდა და ყველა კაცი მინდა და ვერ ხვდები რატო არ ეგ პრობლემა თუ გინდა ანუ ძალიან მწვენია აი რასაც ამბობს სულ მწვენია და იმიტომ რომ რამდენია ეგეთი და ჩვენც რამდენი გულანძღავ ხალხო ამ ვიდეოზეც რამდენი გაგულანძღავს ეხა არა უშავს კავია პლუს არა აქვს ქვემოთ comment section ამიტომ ჩვენ ექიმები არ გვასდებით არავის და სქესი როცა ვმუშაობთ არ გვაქვს შესაბამისად პროფესიონალი ნეიტრალური პოზა გვიჭირავს. ნუ რა თქმა უნდა რთულია ეს ყველაფერი არ არის. მე ძალიან მინდა რომ პაპილომაზეც ვისაუბროთ ცოტა სანამ ბევრი შეკითხვა შემოვიდა მაგაზე. ხო, რა გაუშვი ჯერ სადა ეს მეკითხვა მაქვს. მიდი. პაპილომაზე იყო რომ ყველაფერი გითხარით, იმიტომ რომ როგორც ჩანსო, ისეთი ეს HPV პაპილომავირუსი ჩანს რაღაც ისეთი დიაგნოზით თუ დაავადება, რომელიც არიდებაც არის ძალიან რთული თუ შეუძლებელია, იმიტომ რომ გინდ თავი დავიცვათო სქესობრივი კავშირის დროს მაინც შეიძლება დაგვემართოსო და რას გურჩევთო? ანუ გამოდის რომ 5 წამის წესი პაპილომავირუსზე არცელდება და ანუ ეგ შეგეხომაიც არცელდება. თუ შეგეხომაიც всё დამთავრებულია? დამთავრებულია. ძალიან მიყვარს ისა ქართული ხასიათი ძალიან მიყვარს, რომ აი ან რაღაცას ვამთავრებთ, ან ვიწყებთ შუალედური. ის რა ქვია, პაპილომს რაც შეეხება, თუ სქესობრივად აქტიური ხარ, მინიმუმ ერთი სახეობის პაპილომათი დასაჩუქრდები. მინიმუმ ერთხელ ცხოვრებაში. ხა, ოღონდ განვასხვაოთ მანდ, მაგიტო აცრა ძალიან კაი, იმიტომ რომ ამ პაპილომას არაფერი არ კურნავს, ვაფშე წამალი არ კურნავს. ანუ გადადის თან ანალური, ორალური და ვაგინალური სექსი და ეხა არის ხალხო პირის ღრუს ეპიდემია არის მსოფლიოში, იმიტომ რომ ორალური სექსი ედებათ პაპილომავირუსი, მაგრამ ანუ პირის ღრუთ წარმოგიდგენთ ორალური სექსით რომ შეიძლება კიბო დაგემართოს. ანუ ერთი აცრა არის, არც სიცხე ახლავს, არც არაფერი. ხო, პატარაობაშიო ესაც რაც და თუ ვერ მოვასწარით, ეხა ჩვენ თუ ვერ მოვასწარით ეხა ავიცრეთ. რამდენი კი 45 წლამდე შეგიძლიათ უფასო დაიცრეთ ჩემთან მოდის. მივდივართ შევეკასთან. მაგრამ 15 წელს ეძახი გვექნებოდით თითქმის 100%-ით, ხო? დაცულები თუ არა? 100%-იანი არაფერი არის ზოგადად, იმიტომ რომ ვაქცინა შეიძლება ორგანიზმმა საერთოდ ვერ მოიცნოს, ვერ გაიგოს და დაიშალოს და ანუ ორგანიზმმა უნდა შეისწავლოს და ორგანიზმმა უნდა დაიტოვოს იმუნიტეტი და ხო, არის პაპილომები, აი ზუსტად ვულვაზე გარდა რომ გამოსდით ან პენისზე რომ გამოდით, ეს რაღაცა კონდილომები, ის საერთოდ არაფერ კავშირში არ არის კიბოსთან. მაგრამ თუ ეგ რაღაცა გამონაყარი გაქვს, უკვე შეიძლება მასთან ერთად ის ცუდი სახეობაც კონდეს, ხვდები? მაგიტო ანუ პირდაპირ გავარდა
მეთოდები იცრები, იტესტები და ამ შემდეგ. ხო, ან ჯერ ტესტი უნდა გაიგეთო ალბათ და მე აიც რა. ეგ არის ყველაზე გავრცელებული მითი ჩვენ საზოგადოებაში, ზუსტად რომ ტესტი გავიკეთო თუ არა. ან ტესტი შეგვიძლია გავიკეთოთ, მაგრამ აცრას თუ რაიმე დადებით იმავა, რომ მაგალითად მე-16 ან მე-18 სახეობა ხელს არ უშლის აცრა. ეროვნულ სკრინინგ ცენტრში 30 წლიდან უკვე უფასოდ აქვს ყველას 14 სახეობას, რომელიც კიბოს იწვევს გამოკვლევა, ქალებს საშუალო სყელის და საშუალო ნაცხიდან. რა ვიცი, მეც გავიკეთე გამოსწინათ ვარკეთილის ფილიაში და არეკეთ ჩაეწერეთ. მაგრამ ტესტია უფასო. შენ ერთი ვიდეო ვნახე, რომ IVF-ის მერეო გაყინული ემბრიონი გადაუტანეს შეცდომითო. კი. როგორ გავიგო ეხლა რომ სწორად გადამიტანეს თუ არა? უნდა გავდეს. უნდა გუგავდეს. არა, შეიძლება სხვისი ჩაგისვან. კაიგას. ეგეთი ზოგადად კლინიკები არის, სადაც აკონტროლებენ ხელოვნური ინტელექტით, ელექტრონული სისტემით, რომ შენი ქართველები უეჭველი მაგაში. არა, არიან კლინიკები საქართველოს, რომელიც ამას აკეთებს, გააჩნია სად გადაიტანე ემბრიონი, ქონდა თუ არა იმ ლაბორატორიას, ეგეთი ან თუ ანუ შენ შეხვედი და იმ გაზოტიდან გაყინული ამბავიდან გამოიტანე ხელით და იქ არის გაქვს საკონტროლო სისტემა, რაც კოდებს აკონტროლებს ამ შემდეგ, არის მაგის რისკი ყოველთვის. იმ კლინიკაში, სადაც ეგ მოხდა ავსტრალიაში, არისო ელექტრონული სისტემა კონტროლის და ნუ ადამიანური ხელით შებოდა ვიღაცა ისეთი ციფრთებში როა ბუღალტერი. ხან ჩვენი გინეკოლოგები, ვისაც უნდათ რომ აი ყველა დავორსულდეთ ყოველ დღე, ეგენი ალბათ მაგაში რომ იყვნენ ემბრიოლოგებად, ყველას გადაგვიტანდნენ ემბრიონებს. არაფერი ისეთი არა. ცოტა გეტყვი. აუც პატერნალური ტესტი გაიკეთე, დნმ-ის ვაი მე ბავშვი ისე გავს უკვე ფოტოზე. მაგ მისი ქვა ჩემი ქვარია კოპიო, მაგრამ არა მგონია. ეგ რამე არსებობს ეს შიშის უმქონდა და ვიცი რომ ყველას აქვს ჩემ გარშემო IVF-ს იკეთებს რომ ინვიტრო ხელოვნურ განაყოფიერებას ანუ რომ რა ვიცი რომ ზუსტად ესე იგი რა მასალასაც აიღებენ გამოიყენებენ ექსკლუზიურად ამ ჩემი ემბრიონებისთვის და რასაც მეუნებიან იმდენი ემბრიონია ნამდვილად და ინახება ჩემთვის. აი ეს ამის არსებ არის. მაგრამ რომ გავიგო. ძალიან კოსმე სანდრალუროს ბავშვებს თავსაჭრიდა და თურქეთში ყიდა. ანუ რეალურად რომ გაიგო, ეგ იმდანაც რისკი არის კლინიკისთვის, რომ დაიხურება, რა ვიცი, მე ვინც ვიცი და სადაც მიმუშავია, იმ კლინიკებში ეგეთ რაღაცები არ ხდება. მე ვნახე Google-ში რომ ისო ამომიგდო იმ დღეს, იცით, მოკლედ ორსულობისას ადამიანზე ვითარდება დამატებითი ორგანო. შენ არ გაქვს, ნინიკო. პლაცენტა. 1 კილოაო. ეს ღირსო $40,000 და ეხლა რა მაინტერესებს, სად გავყიდო? აგერ გვერდზე ქვეყნებში გაყიდა. რა ვიცი, გამოდგება, მაგრამ სხვისი პლაცენტა შეიძლება რამეში გამოიყენო? არა. აბა რა ეს ფასი რა არის? კვლევითი მაგაზე არის კიდე კონტექსტი. ახალი ტრენდი, პლაცენტას რო ჭამენ, რო ფქვავენ და ჭამენ ქალები ორსულობის მე. რეალურად ეგ ძალიან სარისკოა, იმიტომ რომ პლაცენტა ხაო ფილტრავს რაღაცაებს, შეიძლება მძიმე მეტალები. ნინიკოს უყვარს ეგეთები. ახალი დიეტა. არა, პროტეინი ხო ეგ პროტეინი შედის და რაღაცაები შედის, მაგრამ პლაცენტა უშუალოდ არ არის უსაფრთხო რომ ჭამოთ. ან კატები ხა ჭამენ თავის პლაცენტას. კატები ხო არ ვართ ხო დაანება თქვენ პლაცენტას. კატები ხა და ძაღლები რა განავალსაც გამოიღე. ეხა თუ პლაცენტას გადმოფურთხე. და გეხვეწები რისთვის შეაფასეს აბა კლევითი მიზნებისთვის რომ აბარებენ თუ რა? პლაცენტის ჭამას ჯობია კოკა-კოლა ჩერიდან. მაყურებლის კითხვები კიდე. სრისამები რო არ გაგვიბრაზდნენ მაყურებელი სამჯახი. ოკეია და ჯამთელობის ჭრილში რომ განვიხილოთ. სრისამი რა ვიცი, ხა სამი ადამიანი ცვლის თავის ფლორას ერთმანეთთან ბაქტერიებს და საკოებს და რა ვიცი, ხა დაიცვან თავი პრეზერვატივით და პაპილომაზე აიცრან და თუნდაც კონდეთ სრისამი. ოკეი. სამჯახი. ჰეპატიტის ყველაზე აბსურდული კითხვა შენთვის როგორც გინეკოლოგისთვის და რეპროდუქტოლოგისთვის რა დაუსვამთო და აქ მითებიც იგულისხმოს. ხა, მარტო ჩემთვის არ დაუსვათ ეგ უკვე რაც ალბათ ინტერნეტი შეიქმნა, ეგ კითხვა ტრიალებს რაღაცა პირველი ინტერნეტიდან, დღემდე ფორუმებიდან, ჩვენ ფორუმჯი ხო იყო თავიდან ზაბალული, ეხა ინსტაგრამი, ფეისბუქი, ტიკტოკი. არის ის, რომ თუ მაგალითად ჩემ შეყვარებულს ჯინსის შარვალი აცვია და მეც ჯინსის შარვალი მაცვია, აი ფედინგი რაც არის ხო? ანუ ვეხახუნებით ერთმანეთს და ამ შარვალში გაათავა დავორსულდები თუ არა ან ორალური სექსის მერე დავორსულდები თუ არა კუჭნაწლავით და ამ კითხვაზე ცოტა უკვე არ დავცინი უბრალოდ ანუ რამდენად გაუნათლებლობის პრობლემა გვაქვს რომ ანუ ადამიანი წარმოიდგინეთ ან მართლა ცოდვა ღილავს რომ შეიძლება დავორსულდეს ჩერეზ შარლით ესე უხეშად ჟარგონი რა გამოვიყე ანუ
ამას ხალხო იმ 7 დევსი გაუკეთეს რა დაორსებულიყო და ვიღაცას ხო ესეც უნიტაზიდანაც უნიტაზიდანაც არ ვორსულდები და მაგ კითხვას ანუ იმდენად კი სხვა კითხვებიც არის აბსურდული რა თქმა უნდა მაგრამ ჩემთვის ანუ ყველა კითხვა არის ვალიდური იმიტომ რომ მე ვალდებული ვარ ახლა მოусმინე ადამიანს ხო რაღაც კითხვებს ასაცილო ეხა ხო დავიწყე ასე რომ თქვენ ეხა ჯინსის სარვალი გაცვიათ და უყურებთ ამ გადაცემას და თქვენ შეყვარებულს ჯინსის სარვალი აციათ შეგიძლიათ რომ დასრულდება მერე და თუ დედა თქვენს ეუბნებით რომ დაკალთან რჩები დაკალთან რჩებიზე გამახსენდა ერთი ეგეთი მოარული აზრი არსებობს და სხვათა შორის მე დავკვირები ვარ და ხშირად სიმართლეა გუგლები ერთად ხშირად რო რჩებიან მაგათი menstruatsiya უკვე ერთმანეთს ემთხვევა დაკალთან ერთად რჩებიან აი მოცურავეთა გუნდის menstruatsiya ემთხვევა ხოლმე ხშირად თუმცა აი არ არის აუცილებელი ეგრე მე მგონი და ეგ ბოლომდე დადასტურებული კვლავით არ არის თუმცა ხდება ხოლმე კი ან შეიძლება მართლა დამთხვევა იყოს ანუ menstruatsiya-ზე ხო აი ვიფრინე მაგალითად და menstruatsiya ორ დღედ გადამიცდა რაღაც კოვიდის დროს რო იყო ავიცერი და ერთი კვირა არ მომდის ან მგონია რომ ორსულად ვარ და 10 დღე გადამიცდა მაგრამ ტესტი უარყოფითია რატო იმიტომ რომ სტრეს ჰორმონები ავადებს მე ძალიან მომწონს ის ფაქტი რომ ქალებს ეგ უნარი შეიძლება გქონდეს კი დები მაგარია ვაგინას რომ შეეძლოს ლაპარაკი შენი აზრით ყველაზე ძალიან რაზე დაიწუწუნებდა რატო ერთაფერი და გადატანითი მე კითხობეტია დაიხურა ეს გადაცემა ამ ვაგინს აი თქვენც ალაპარაკეთ მან ვულვას რო შეეძლოს მე მეკითხო თქვენთან აი თითოეულთან რა სიტყვა და თქვენი ვულვა რომ ათქმევინოთ ჩემს შეკერულ ვულვას ჩემი ვულვა იტყოდა რომ შემამჩნია რომ ვარსებობ შემიყვარე რასაც მე ვამბობ ხოლმე სხვა ჩემი ვულვა იტყოდა რომ გაგახსენებთ რომ ვარსებობ აუ მაგრამ ვიკითხავ რა ყველა სანტესს ეს სპინალური გაუტკივარება ძალიან ბევრს ჩემ გარშემო ჯერა რომ რაც არ უნდა გითხრან რო ისო ან კიბელს უტოვებს ან წელს ქვემოთ მოწყდები ეგ ვიცი რომ ტყუილია არ მოწყდები და თუ სწორად გაგიკეთეს და უხეშად სადღაც რაღაც არ გაგიღიზიანეს ძირითადად არ ტოვებს ხოლმე კიბელს ამიტომ არ შეგეშინი ძირითადად რამდენი პროცენტია ძირითადად 60-70-ის დაახლოებით. იგი ცოტა რახან არის შანსი, მაგიტო ეშინიათ გოგოებს. გაუტკივარებს. ამიტომ ანასტასია, ბენდუქიძე არაფერი გაუტკივარება. ჩაჯექი და გამოვარდება ბავშვ თავის. ხო. ეკა, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი და ძალიან ბევრი რაღაცა გავიგე ჩემს შესახებ. გადაგვერჩინა მე მგონი. მე პატარა ქვემოთ. ჩვენი პატარა მონაკვეთი არის ესეთი, რომ კამერას უნდა შეხედო, თქვა შენი სახელი და გვარი და მე თქვა რომ ამბობ რომ დღეს დაკალთან რჩები, მაგრამ სინამდვილეში რასაკეთებ? მე ვარ ეკა, დოქტორ ეკა კვირკველია, დღეს რჩები დაკალთან და აქედან რომ მივდივარ ვულვის სალონში ხვლიკის ფორმის ვარცხნილობა უნდა გავიკეთო ქვემოთ. ვაუ, მეც მოვდივარ. წავედი. მე შესაძლებელი ვარ. შებარე ვაქცინა. ვაქცინა და პრიჩოსკა გაიგე. თუ გინდა რაღაცა აი ბოლო მესიჯი, რაც შენი აზრით ყველა ქალმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. აი შენი რჩევა რა იქნება ქალების მიმართ? ერთმანეთი გვიყვარდეს და ის რომ ერთმანეთს სამყარო გვაპირისპირებს და გვეუბნება რომ ერთმანეთი უნდა გძულდეს, იმიტომ რომ ქალი ცუდი მეგობარია და არ უნდა ვენდობოდეთ, მაგით იწყება საკუთარი თავისი ძელული და ჩვენც მე ერთმანეთი გძულს და აი თუ დავაკვირდებით კაცებს უფრო ვენდობით ხოლმე. და მაგას უკვე ვულვაზე და საშოზეც და თვითმოვლაზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვაზე დაისახება ყველაფერი და რა ვიცი, ანუ ვიყვარდეს ერთმანეთი, თუ რაღაც მომენტში ვიჩხუბებთ, მაგრამ ვილაპარაკოთ ამაზე, შევრიგდეთ და რა ვიცი. ამინ. და love is love. და მე მგონი საკუთარი თავის სიყვარულითაც იწყება მე ერთმანეთის. კი. ძალიან საინტერესო ზერგება იმაზე, რაც ჩვენ პირველ ნაწილში ვისაუბრეთ ერთმანეთ ქალების სიყვარულთან. მანიკურები რო არ მაქვს, აი გავიკეთებ. ძალიან დიდი მადლობა. თუ შეიძლება უსმეთ ეკას რჩევებს, მოვარეთ თქვენ თავს, დალიეთ Coca-Cola ალუბლის გემოთი. ხარი დაგვიჭირეთ, მოგწერეთ Instagram-ზე. რაღაც ამბოლო დროს ისტორიების გამოგზავნას მოუკელეთ და თუ გინდათ რომ აი ასე გიპასუხონ ჩვენმა სტუმრებმა, გამოგზავნეთ ისტორიებიც და კითხვებიც. და თქვენს ადგილზე როგორ მოიქცეოდა და რა რჩევას მოგცემდათ. ეს იყო დაკალთან რჩებით, ჩვენ ვართ კავია პლუსზე და შევხვდებით შემდეგ გადაცემაში ნახვამდის. დროებით.